მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ანალიზის დრო. დღეს 10 დეკემბერია, ოთხშაბათი, საღამოს 8 საათი და ეს იმას ნიშნავს, რომ გადაცემაც დაიწყო. დღეს ჩვენთან ერთად სტუმრად ყავს, ჩემთან სტუმრად არის გადაცემაში ჟურნალისტი, მეგას დაჯილდოების დამფუძნებელი და ვეტერანი სამხედრო ვესო ჩუბინიძე, მოგესალმები. ისე როგორი სინთეზია არა, ჟურნალისტი და ვეტერანი ერთად. კი, ეგრეა. სწორად აღნიშნე და თუმცა ჩემი მთავარი პროფესია მაინც ჟურნალისტობაა, მე გაახსენე, მაგრამ ჟურნალისტობა ის არის, რაც დიპლომირებულად შემიძლია თქვა, რომ ხელში მიჭირავს. გამარჯობა. მადლობა, რომ ჩემს სტუდიაში მოვბრძანდი, ჩემს გადაცემაში მოვბრძანდი და გამონახე დრო, რომელიც თითქმის საერთოდ არ გაქვს და დავთანხმდა. არა, სხვათა შორის არა, გეტყვი ხან თან ესე რო იციან ხოლმე რესპონდენტი. იცით, ძალიან ბევრ დრო დაგ. არა, დრო ყოველთვის ყველასთვის უნდა გამონახოთ. დრო თუ სწორად გადანაწილდება ადამიანების მიერ, ყველაფრისთვის დაგჭება დრო. ადამიანებისთვისაც, საქმისთვისაც, ურთიერთობისთვისაც თუ სწორად გადანაწილებ ამ დროს. მე არ ვარ ახლა თქვათ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, მაგრამ ეს ადამიანი რა დილის 9 საათზე მიდის სამსახურში და საღამოს 8 საათზე მოდის იქიდან. ალბათ საბედნიეროდ არ ვარ ეს, იმიტომ რომ ეს თავისუფლებას დამაკარგვინებდა. ამიტომ მე მაგას ვერ ვიტყოდი, სულად ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე სურვილი მქონდა ვაფასებ აი ამ ჯგუფს ან გუნდს შესას მიჭებს უყოლას და იმიტომ ვარ მე დღეს აქ. მადლობა ბესო, გაფასებ იცი, როგორ მიყვარხარ, ეგეც იცი. პირველი ეს არის გადაცემის პირველი ბლოკი. მე განსაზღვრული მქონდა მეორე ბლოკში რომ მოსულიყავი, მაგრამ პირველი ყოველთვის რჩება პირველი. თუ გინდა გავჩერდეთ და გადავიდეთ. არა, რახან დავიწყეთ და მივყვეთ ბოლო. ჯიგრულად კარგად. დღეს ჩვენი გადაცემა, ჩემი პირველი ბლოკი ბესოსთან ერთად შეეხება მთლიანად მეგას დაჯილდოებას. და თემა არის ასეთი, მეგა წარსული აწყო მომავალი და ჯობია დავიწყოთ მე მგონი ამ თემაზე საუბარი. ხო, რა რიცი, 26 წელიწადია ამ თემაზე ვსაუბრობ. ნუ აწი უკვე 27 წელი დაიწყება და ეს რატო ვახსენე ახლა ეს ციფრები, დიახ, ზუსტად ამდენი წლის არის ოფიციალურად მეგას დაჯილდოების ცერემონია. 26 წელი ჩავამთავრეთ წელს. აგერ 1 და 8 ნოემბერს ქონდა დაჯილდოების ცერემონიალის ორი შტო, ერთი პირველი ქორეო და ფოლკ მეგა, ცალკე 1 ნოემბერს რომელიც ჩატარდა მცხეთის კულტურის ცენტრში და მეორე აკადემიური, კლასიკური უპროფესორი დაჯილდოების ცერემონია, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები, კინო, თეატრი, პოეზია მწერლები 8 ნოემბერს ქორთიართ მერიოტის დარბაზში. ეს არის ორი განშტოება მივეცით და ნუ ეხლა მოგეხსენებათ ამასაკის შეიძლება ბავშვი იყავი და შეიძლება სულ არ ახარ ამასაკის, მაგრამ ვისაც ახსოვს 90-იანი წლების ბოლოს დავიწყეთ ჩვენ ამ ყველაფრის შექმნა, ამას წინა ცოტა შორის ჩემ კოლეგებთან მეორე არხის არქივში აღმოვაჩინე ჩემი თავი ინტერვიუ მქონდა მიცემული 1997 წელს ბავშვი ვარ რაღაც 22 წლის, რომ ამბობ რომ იცით ჩვენ უნდა შევქმნათ დაჯილდოების ცერემონია, რაღაცა ღონისძიება, სადაც სტიმულს მივცევთ ადამიანებს, სადაც იქნება იმის საშუალება, რომ ახალგაზრდობა არ წავიდეს ემიგრაციაში, ამას ვამბობ 1997 წელს იმ ჩანაწერში. აქ შეუწყოთ ხელი ნიჭიერ ადამიანებს, აქ შეუწყოთ ნიჭიერ ახალგაზრდებს ხელი და მათ მივცეთ სტიმული აი ამ დაჯილდოებით. და პირობით სახელებსაც ვასახელებ იქ სირიუსი და რაღაც სახელებს ვიგონებდი და 97 წლის ჩანაწერია და ინტერნეტში დევს ეს მით უმეტეს ჩემ პროფილის გვერდებზე და ჩემს საიტებზე და რო უყურებ იმ ჩანაწერს, ხო, მეღიმება სასიამოვნოდ. ესე იგი 97 წელს მე უკვე ხვდებოდი, რომ ემიგრაციის ტალღა იწყებოდა საქართველოდან იქით უცხოეთში და მინდოდა რომ ის დიდი ხელოვანი ადამიანები, ვისთვისაც მაშინ ჟურნალი ვარსკვლავები მუშაობდა და გაზეთი კოქტეილი იმ პერიოდისთვის აქ დარჩენილიყვნენ საკუთარ ქვეყანაში და კი ვგრძნობდი მე იმ საშიშროებას, რომ ემიგრაცია გახდებოდა პირველი პრობლემა ერთის მხრივ ჩვენი ქვეყნისთვის
ქვეყნისთვის და ის რომ თქვათ ემიგრაცია დღეს რა თქმა უნდა ხარში უდგას ჩვენს ქვეყანას ეკონომიურად ეს სხვა თემაა 97-ში მივხვდი მაგ ყველაფერს ჯერ კიდე 22 წლის ასაკში და რა მეგონა რომ ჩემი შვილიც კი რომელიც მაშინ 2 წლის იყო და წარმატებული ადამიანი ემიგრანტი გახდებოდა რა მეგონა ვერაზოს ვერ წარმოვიდგენდი ამ ყველაფერს და ამიტომ მაჩოზე მაქვს ისო ერთი შვილი მყავს ხო სამწუხაროდ და ეს იყო პერიოდი აი ამ ყველაფრის გადმოძახილი იყო ის რომ მოდი აქ ვცეთ პატივი ამ ქვეყანაში ვცეთ პატივი იმ ხელოვან ადამიანებს ახალგაზრდებს უპირველეს ყოვლისა ძველგაზრდებზე აღარ მაქვს საუბარი იმიტომ რომ საზოგადოება მიცის ჩემი დამოკიდებულება ეგრეთ წოდებულ ძველგაზრდებთან და ჩემი პატივისცემა მათ მიმართ იმიტომ რომ დღემდე მათი მოფერების რეჟიმში ვარსებობ მე თუ რამე მაქვს მიზანი ალბათ აი ამ დიდებული ადამიანების ყველა გაგივით პატივისცემა და მოფერება იქნება ეს მეგას დაჯილდოების ცერემონია აგერ 27 წლოვანი ისტორიის თუ იქნება საქართველოს მამაკაცთა სახალხო დაჯილდოების ცერემონია ოქროს არწივი რომელსაც ჩვენ მეოთხედ ჩავატარებთ აგერ 28 მარტს თბილისი მერიოტის დარბაზში ეს მეორე დაჯილდოების ცერემონია ოქროს არწივი კონკრეტულად მამაკაცების დაჯილდოების ცერემონია სხვა ოღონდ ხელოვან მამაკაცებზე არ არის საუბარი რა პროფესიებია ყველა იქ ექიმიდან დაწყებული ინჟინერი და მეომრებით დამთავრებული თუ არა დაწყებული ყველა მოიაზრება სპორტსმენები და ისეთი გრანდიოზული სახელის და გვარის ადამიანები არიან რომლებიც ერთად იკრიბებიან აი ამ ოქროს არწივის დაჯილდოების ცერემონიაზე და ვაჟკაცი კაცები თავის ცხოვრების წესით ვაჟკაცურად ნაცხოვრი ადამიანები იქნება ეს სპორტის სახურებით, მედიცინის მსახურებით, ხელოვნების სახურებით თუ იქნება ეს არ ვიცი ნებისმიერი სფეროს სახურები, ნებისმიერი სფეროს ხო გეუბნები სამხედრო სფეროდან დაწყებული, დამთავრებული ქალაქის დასუფთავების კეთილ აი ამ ყველა სადაც ჩვენ შეგვიძლია კაცის ვაჟკაცობა დავინახოთ, რომელმაც თავისთავი გამოავლინა თავის ცხოვრების წესით. თავის ცხოვრების წესით მსახურება საკუთარი ქვეყნისა. ეს არის ჩვენი მეგას გადავახტი ახლა, მაგრამ პარალელურ რეჟიმში რადგან მე ზივარ აქ, ორივეზე მიწევს საუბარი და ოქროს არწივი რატო ქვია? იმიტომ რომ დიდებული ადამიანი საპატივცემულოდ, თემურ ციკლაური საპატივცემულოდ დავარქვი მამაკაცთა სახალხო აკადემიურ ჯილდოს ოქროს არწივი და აი ისეთი სახელდაგვარები აი სპორტიდან და ალექსანდრე ჩივაძიდან და გუცაევიდან და ჩელებაძიდან დაწყებული დამთავრებული ვეტერანი ბიჭებით, ჩემი სამხედრო მეომრები დამთავრებული, ვისთვისაც პატივია ის რომ მთელი საქართველო უნდა ეფეროს ამ ხალხს. ყველა ნებისმიერი სფეროდან. და აი ასე მოვდივარ დღემდე. ოქროს არწივის და მეგას დაჯილდოების ცერემონიით, სადაც მხოლოდ ხელოვან ადამიანებს ვაჯილდოებთ. ადრე იყო მხოლოდ მუსიკალური დაჯილდოების ცერემონია იყო და მუსიკასთან ასოცირებული ადამიანები ჯილდოვდებოდნენ, იქნება ეს კომპოზიტორი, იქნება ეს ტექსტის ავტორი თუ თავად შემსრულებელი სხვადასხვა ნომინაციებში. ახლა უკვე საკპატენჩიც კი ასე ვართ დარეგისტრირებული, როგორც სახელოვნებო, სხვადასხვა მეგა არის ერთადერთი სრულად სახელოვნებო ჯილდო. სადაც მწერლები, მხატვრები, პოეტები, შესაბამისად მუსიკოსები, მომღერლები, კომპოზიტორები, არანჟირების ოსტატებიც, აი ამას ხელოვნებასთან ასოცირებული ადამიანები ჯილდოვდებიან ყოველთვის. ასე იყო 8 ნოემბერსაც აკადემიური და როგორც გითხარი, 1 ნოემბერს ქორეო და ფოლკ მსახურებით დაჯილდოებული ძალიან მაგარი ადამიანები. რომლებიც ემსახურებიან აი ამ ძალიან მაგარ სფეროს, რომელიც მე სულ ვამბობ ხოლმე ხა სცენაზე როცა გამოვდივარ, როგორც წამყვანი, სხვადასხვა ღონისძიებების, ხო? ყველაზე დიდი სატრაბახო, რაც საქართველოს აქვს საერთაშორისო ურთიერთობებში, ეს არის ხელოვნება. პირველი, რითაც ჩვენ გვაფასებს საერთაშორისო საზოგადოება, ეს არის ჩვენი ხელოვნება. რას უკრავენ ტაშს უცხოეთში? ქართულ ცეკვებს. რას უკრავენ ტაშს? ქართულ პოეზიას, ქართულ წიგნებს, შოთა რუსთაველს უკრავენ და შოთა რუსთაველს თარგმნიან, კოსმოსში ჩაკორლოს უშვებენ. ანუ ეს ყველაფერი ასოცირდება ხელოვნებასთან და ქართულთან. აი ეს არის
ფუძე ყველაფრის საქართველოს სიძლიერისა. და როცა ამ ხალხს და ამ ფუძეს დააფასებ, მაშინ ამოაშენებ კედლებს მყარად ამ ქვეყნისთვის. ეს არის ჩემი კრედო. ჩემო ბესო, შეგვიძლია ცოტა წარსულში დავბრუნდეთ და გავიხსენოთ პირველი ჯილდო. თუ გახსოვს ვის გადაიღო? რა თქვია მახსოვს კაც როგორ ყველაფერი მიუხედავად იმისა რომ კოვიდი როდის იყო პანდემია 4-5 წელი 2018-დან დაიწყო 19 ბოლოდან 20-დან ხო? მიუხედავად იმისა რომ 4 წელი გავიდა და რაღაც დამიტოვა სხვათა შორის სახელს და გვარებში ცოტა უკვე ვატყობ რომ ვეღარ ვიხსენებ ხოლმე ადამიანს და ჩემ თავს დავცინი ხოლმე რომ აი რა ქვია ბესო ჩუბინძე კოვიდის შენი შედეგი რაც დაგიტოვა იმ პანდემიამ ხო ესენი ყველაფერი მახსოვს რაც არის შეგიძლია გაიხსენოთ რაც ქვია როგორ არ შემიძლია 1999 წელი იყო როცა ვისხედით რედაქციაში ჩართული ქონდა იქ 600 ვატიანი გენერატორი აივანზე და იმ 600 ვატიანი გენერატორის ბაზაზე ვამუშავებდით კომპიუტერს შენ საერთოდ თუ გსმენია პენტიუმამდე არა პენტიუმი ყველას გსმენია მაგრამ პენტიუმამდე არსებობდა კომპიუტერები რომელსაც თქვა 286 386 486 რა თქმა უნდა მაგის პენტიუმამდე იყო ეს ყველაფერი ჩვენ ქონა 486 ესეთი ნომრებით იყო ხოლმე და იმ 486-ზე ვკრებდით ტექსტში რაიტერში ის Word-ი მაშინ საერთოდ Word-ი არ იყო მაშინ. იყო, მაგრამ ძალიან დიდარი უნდა ყოფილიყავი რო ქონოდა რა Windows-ის. აი Word-ი თუ ქონდა ჩათვალე მაგრად იყავი რა. და იქ დავიწყეთ ამ სიის წერ და იყო სახე, ჯგუფი, იყო ქუჩის ბიჭები, კაბუ, სტეფანე მღებრიშვილი. დათო ხუჯაძე თუ იყო? დათო ხუჯაძე სახეში იყო. შესაბამისად სახე. სახე, ქუჩის ბიჭები, კაბუ, სტეფანე მღებრიშვილი მაია ყარყარაშვილი ღმერთო გამახსენე და ის იყო კიდე ერთი გოგო იმას რომ ღეროდა ქალს შვენიერ ქალს მერკვილაც ხო აი ეს 7 ადამიანი იყო რა თუ რამდენიც გამოვიდა და დავაჯილდოეთ როგორ იცი შეუკვეთეთ რაღაც მე მგონი ავიაციო ქარხანაში მეგას ძალიან მძიმე ძვირფასი ყველა გაგებით ძვირფასი სტატუა პირამიდაზე დამაგრებული ვარსკვლავი. იმიტომ რომ ჩვენ ავყავ პირამიდის თავში, მაგრამ შენ იცოდე რომ მოქანქარე ვარსკვლავი ხარ და უნდა მოიქცე ისე როგორც შეეფერება ღირსეულ ვარსკვლავს. თუ გინდა რომ სამუდამოდ დარჩე პირამიდის წვერზე. და ეს იყო მთელი ჩვენი ამბავი და აქედან დაიწყო. ჩავატარეთ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, რა თქმა უნდა, ბილეთს ვყიდდით კარგად მახსოვს ძალიან 10, 9, 8 და 7 ლარი ღირდა ბილეთი. ის კი არა 7, 8 და 10, არა. 10, 9, 8 და 7. იმიტომ რომ პირველი რიგიდან 25 რიგისკენ მიდის ათვლა, ხო? და არა 25-დან პირველისკენ. პირველი რიგის ბილეთები ღირდა 10 ლარი, მერე 9, მერე 7, მერე 6. მერე 8 და მერე 7 უпроსო. ხო, არა მე არა უშ. და ეს ბილეთები იყიდებოდა გადამყიდველებში და 50 ლარა და ადგილი არ იყო. ეგ და პირველად დაოფინეთ სხვადასხვა წითელი ხალიჩა კი არა, მწვანე ხალიჩა. და რა გვარჩია ეს მწვანე? იცი როგორ იყო? წითელი ვერ ვიშოვეთ და ერთადერთი მაშინ ქონა პრეზიდენტის კანცელარიას შევარდნაძეს ქონა ეს წითელი ხალიჩა და აეროპორტში ქონდათ ეს წითელი ხალიჩა და რამდენადაც მახსოვს დაკუჭული და ის იყო რა ქვია დაბინძურებული მიგდებული იყო სადღაც და უარი ვთქვი მაშინ ხალიჩას და მწვანე ხალიჩა გვეფინა ძალიან კარგად გამოიარა ყველა იმ მწვანე ხალიჩაზე შედგა პირველი შოუ რომელიც გაკეთდა ფილარმონიაზე გულისხმობთ რომ მანამდე კეთდებოდა კაცო მილიონი კონცერტები და რაღაცეები კეთდებოდა ხოლმე ასე დაიწყო ეს პირველი და ნუ 26-ე კიდე აგერ ქორთერთ მერიოდში ამ ძალიან მაგარ ადამიანებთან და რა თქმა უნდა ტრანსფორმაცია განიცადა მეგაჯილდომ ბევრჯერ ახლა მეგაჯილდო არის ესეთი ძალიან ლამაზი გაერთიანებული საქართველოს კონტურებით შექმნილი ჯილდო სადაც წარწერაც არის რა თქმა უნდა საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის აკადემიური დაჯილდოების ცერემონიალი მეგა და გაერთიანებული საქართველოს კონკურსებზე წარმოქმნილი ვარსკვლავების ტრიუმფალური ასე ვთქვათ ფორმატი. იმიტომ რომ პირადად ჩემთვის გაერთიანებული საქართველო იქნება ყოველთვის ნომერ პირველი, რაც უნდა შევახსენოთ ყველას. ეს იქნება ძველგაზრდა ვარსკვლავი თუ ახალგაზრდა ვარსკვლავი. თუ დამწყები. ხო. თუ დამწყები.
დამწყებებს ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მეგას დაჯილდოებაზე ამ კუთხით თვითონ აკადემიურ სფეროში უკვე ფორმატი აღარ ითვალისწინებს. ხო, მაგისტრის მოგონილი აქვს უკვე რაღაცა 1000 გვარი რაღაც დაჯვრის ცერემონიალები გააკეთეს ვიღაცებმა და იქ ექიმებს, სტომატოლოგებს, რაღაც პარიკმახერებს და მას ერთად აჯილდოებენ ხოლმე და იქ იმ სეგმენტი იქით გადავიდა. და აი ჩვენ ცოტა უფრო მსუყე და უფრო ღირებულებებით იმის გაგვიჩნდა პრეტენზია, იმიტომ რომ ჩვენი წარსული და უწყვეტი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უწყვეტი 27 წლოვანი ისტორია მეგასი გვაძლევს იმის საფუძველს, რომ გქონდეს ჩვენი ამბიციები, რომ უწყვეტად როცა 27 წელი აკეთებ დაჯილდოების ცერემონიას, გაქვს უკვე შენ თავთან იმისი საშუალება, რომ ცოტა უფრო ზედა ხაზზე ახვიდე ლეველს რომ ეძახიან ხო. თუმცა, თქმა უნდა, ჩვენ ახალგაზრდების წამახალისებელი გვაქვს ქორეო და ფოლკ მეგაზე და ამით ვეფერებით იმ თაობას, რომელიც ჩემთვის ძალიან ღირსეულია. მაგრამ ის თაობა, ვინც იქ მოდის ფოლკ და ქორეო მეგას დაჯილდოების ცერემონიაზე ყოველთვის არის თავიანთი მშობლების და თავიანთი ქორეოგრაფების და პედაგოგების დამსახურებით გაზრდილ ისე და იმ სულისკვეთებით, რა სულისკვეთებასაც ჟარგონს გამოვიყენებ, ჩვენ ვაწვევით მთელი ცხოვრება და პირადად მე საქართველოს და ყველაფერი ქართულის დაფასება. სხვა იქ ვერ მოხდება. სხვებისთვის, აი ფერადოვანი ბიჭუნებისთვის და ფერადოვანი ქალბატონებისთვის, განსაკუთრებით ექსპეროვნებისთვის არსებობს სხვა დაჯვრის ცერემონიალები და შეუძლიათ იქ მიმართონ და აღიმაღლონ თავისი აუგისი ცხოვრება ყოველთვის. მესო რა მინდა კითხო, შეიძლება სულელური კითხვა გამომივიდეს, მაგრამ აუცილებლად მინდა კითხო. დავახსენო ღმერთმა გაანათლოს მისი სული, თემურ ციკლაური, ძალიან კარგი, საუკეთესო ადამიანი და პროფესიონალი მის საქმეში და ეხლა ვიცი არ ვიცნობდი პირადად სამწუხაროდ ბატონ თემურს, მაგრამ ვიცი რომ ისეთი ადამიანი იყო, რომ თქვენ შენ და თემურს დიდი ხნის ძმაკაცობა გქონდათ, ძალიან დიდი მეგობრობა. ჩვენ ეხლაც ძმაკაცობთ პირდაპირ შემიძლია, მე გარდაცვლილი თემურ ციკლაურთან დღესაც ძმაკაცობ და დღესაც მასთან ერთად ვარ და ის დღესაც ჩემთან ერთად არის, აგერ უკვე რამდენი წელი გავიდა თემოს გარდაცვალებიდან 1 თებერვალს გარდაიცვალა თემო და 22 იანვარს დაბადების დღე აქვს 80 წლის ხდება და მე ყოველთვის წარსულში კი არ ვლაპარაკობ, ჩვეულებრივად აწყოში საუბრობ ხოლმე და საფლავზე რო ავდივარ, ჩვეულებრივად ვესაუბრები თემოს ისე როგორც ცოცხალ ადამიანს. საერთოდ არ მაქვს გაფრენილი, საერთოდ ჭკუ ადამიანს და ნორმალური ადამიანი ვარ, ფსიქოლოგიურად მდგრადი, მაგრამ ნუ ასე არა, ჩემთვის ის ჩემს მაკაცები დოიჯაც, მამუკაც, ეთორკაკულიაც, ზურავადაჭკორიაც, თემოზე აღარაფერს ვლაპარაკობ, უჩაკორზე, ჩემი საძმაკაცო ვინც იყო, თორე ბევრია ღირსეული ადამიანი იმიერ საქართველოში წასული, მაგრამ მე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩემს საძმაკაცოზე ვსაუბრობ, ხო? ბიჭები ყოველთვის ჩემთვის ცოცხლებად დარჩებიან და ცოცხლები იქნებიან, სანამ მე გადავინაცვლებ იმათთან იმიერ საქართველოში. ახლა გააგრძელე კითხვა. მე ვიცი, მინდა გავაგრძელო, რომ ანუ თემური ისეთი ადამიანი იყო და ისე უყვარდი და დღემდე ისე უყვარხარ იქიდან, რომ ვიცი, რომ ეხლაც რომ მოხვედი ტელევიზიაში, ეხლაც მოყვებოდა და აქ იქნებოდა. ეს ნამდვილად ვიცი. იმიტომ რომ მე ჩვენ ბევრჯერ ყოფილვართ ერთად გადაცემებში. თუნდაც სიცრუის დეტექტორში ვნახე ჩანაწერი. ხო, სიცრუის დეტექტორი, ხო, ეგ საერთოდ მოვლენა, ეხლა თემო როგორი სიცრუის დეტექტორში არასოდეს არ ყოფილა თვითონ, უარსეუბნებოდა ხოლმე ყოველთვის. არ მიდიოდა და ნუ მე დამდო პატივი და გამომყვა სიცრუის დეტექტორში მხარდამჭერთა გუნდში ეგ და ჯაჯო მყავდა და ისეთი შოუ ჩაატარა და ისეთი რეალური იყო და ისეთი მხარდაჭერა გამოხატა ჩემს მიმართ რომ თვითონ ჯაჯოც კი გაგიჟდა ეს ვინ ყოფილაო ამისთან ადვოკატი თუ ყავდა ჩუბინძეს არ ვიცოდით და ეს ხუმრობებს მაგრამ მართლა კარგია აი დღემდე სალაპარაკოა ეგ გადაცემა ისეთი კარგი გადაცემა გამოვიდა მაკეტან და თემოს მხრიდან. გაანათლოს ღმერთმა მისი ნათელი სული და სამარადის ხსოვნა და არ დავიწყება მას. გავაგრძელოთ, გადაცემა ჯობია. და ისევ თემოზე მინდა დაგისვა ერთი კითხვა. თუ თქვენი მეგობრობიდან გამომდინარე, თუ მიუღია მას მეგას ჯი.
რა თქმა ხა ეგ ისეთი შეკითხვაა წინასწარ რო იცი შენ თვითონ პასუხი რა, მაგრამ კი რა თქმა უნდა. შეიძლება ბევრმა არ იცოდეს, ხო არიან ეგეთი ადამიანები რომ არისიან ამაზე. აი, ვინც მეგას ისტორია იცის, მე მგონია რომ ყველა მის ეგ ისტორია. კი, რა თქმა უნდა მიუღია თემოს რამდენჯერმე ეს ჯილდო სხვადასხვა ნომინაციაში წლის საუკეთესო კონცერტიდან დაწყებული, წლის ყველაზე პატრიოტული სიმღერის ნომინაციით დამთავრებული. მასაც და მის ნამღერსაც, იმიტომ რომ მისი ნამღერები ყველა მიცის რომ მას არ ეკუთვნოდა და ეკუთვნოდა კომპოზიტორებს, მაგრამ ნუზართუშიშვილის პირობითად ვამბობ რა, ხო, და ვიღაცებს, ხო, ეკუთვნოდათ ეს სიმღერები და მათ მიუღიათ, იმიტომ რომ თემოსნაირად ამ სიმღერას ვერანაირ ვერ იმღერებს, ხო? ვერასოდეს. მილიონჯერ გამოვიდა, მილიონი რემიქსი გამოვიდა, პირობითად მილიონი რემიქსი თემოს შემდეგ მისი ნამღერების, მაგრამ არის რაღაც ხელშეუხებელი, ათვლის წერტილი, რომელსაც ქვია თემურ ციკლაური და იმის მსგავსად, რაც არ უნდა გადააკეთო, გადმოაკეთო, დარჩება ყოველთვის თემოს ნამღერად. ისე როგორც დოიჯას ნამღერი, ისე როგორც მამუკას ნამღერი, ეთოს ნამღერი, ხო? აი, მათ შექმნეს და მორჩა. იქ დამთავრდა ამ სიმღერის რაც არ უნდა გაარემით გამოარემიქსო, კარგიც გამოვიდეს და ცუდიც გამოვიდეს, იმაზე უკეთესი ვერასოდეს ვერ გამოუვა ვერცეთ ახალგაზრდას და ვერცეთ ძველგაზრდა მემღერას, როგორც თვითონ ორიგინალის პატრონები მღეროდნენ, ხო? ამიტომ მეგაზე ყოფილა და თემო ძალიან ბევრჯერ მეგაზე როცა სიტყვით გამოსულა და ინტერვიუ მიუწია, ძალიან ბევრჯერ მადლობას გვიხდი და მებეფერებოდა, მხარს მიჭერდა ყოველთვის და ყოველთვის ცდილობდა რომ მიეწვდინა სხვადასხვა ხელისუფლებების დროს, სხვადასხვა მინისტრებისთვის ის რომ ამ კაცს დაუდექით გვერდში, ის ისეთ არაფერს არ ითხოვს, რომ თქვენ ვერ შეძლოთ მათი შესრულება და მისი მოფერება და გარდაცვლილი თემოს სურვილი და თხოვნა პირველად წელს ასრულდა, პირველად იყო შემთხვევა, როცა შემოქმედებით მას საქართველოს მხარი დაგვიჭირა კულტურის სამინისტროს გულისხმობ და მინიმალური ამაზე არ თანხებზე არ ვლაპარაკობ, ძალიან მინიმალური ყველას რო გაუკვირდა გვერდში გვედგა და წელს აი ესე ჩავატარეთ ეს მეგა და არ ვიცი ალბათ მაყურებელს იმასაც გავუმეორებთ რომ მეგას დაჯილდოების ცერემონიაზე გვაქვს ჩვენ დაწესებული თემოს სახელობის პრემიალური მეგა, დოიჯას სახელობის მეგა, ეთოს სახელობის ჯილდო და მამუკას სახელობის ჯილდო. აი 4 ადამიანის ჯილდო გადაეცემათ ხოლმე სხვადასხვა დამსახურებულ ადამიანებს, რომლებსაც ჩავთვლით ხოლმე საჭიროდ. სხვადასხვა ადამიანებს. ესე. აი მაგალითად მამუკას მეგა წელს იმას რა ქვია დათო როსტომაშვილის ელგოწილად მამუკა ონაშვილის დაიკოს ხელით მიიღო მან მაიკოს ონაშვილის ხელით მიიღო ზურა დოიჯაშვილის მეგა წელს ხვდა მის მეგობარს ჩვენს მეგობარს რა თქმა უნდა ზურა ხაჩიძეს ძალიან დიდი მეგობრები იყვნენ დოიჯა და ხაჩიძე ერთმანეთის ორივე ზურა და ასე შემდეგ რა ეს ესო შეგიძლია გაიხსენო ეთოს უკანასკნელი დღეები. უკანასკნელი ჩვენ ყველა ბოდიში გაწყვეტინებ, ჩვენ მე პირადად ნახე ეს ვიდეო შენ ფარულ კონვერტში რო გავუშვი ეთოსი. ხო, ქართველების ერთად დამილოს. უკანასკნელი დღეები კი არა, ჩემო კონსტანტინე, ეგ იყო უკანასკნელი წუთები სიცოცხლისა ეთოსი. კი. რო აიყვანეთ. კი, ძალიან კარგად მახსოვს სამკურნალოდ იყო ორჯერ თუ იცი, თუ გახსოვს ისრაელში. კი. ნუ მას ისეთი დაავადება სჭირდა რომ რა თქმა უნდა ჯერ მისი წამალი არ არის გამოგონილი ან თუ არის გამოგონილი ჩვენნაირი მოკვდავებისთვის ის არ არსებობს და ამ დიაგნოზით საბოლოო ჯამში ეთო დაბრუნდა სახლში დოლიძეზე ავიყვანეთ მე-4 სართულზე თუ მე-5-ზე არც მახსოვს და ეს იყო მისი ბიჭებმა ავიყვანეთ ხელით და მე თქვი ეთო ხალხი ელოდებოდა ძალიან 2015 წელი იყო 10 წლის წინ გარდაიცვალა ეთო მოდი რა ხალხს მიმართე მე თქვია თვითონ იმდენად პოზიტიურად იყო ხო ყველაფერი თქიოდა ხო ყველაფერი აწუხებდა მაგრამ ის არ იცოდა მან რომ კი მოჭირდა ეს არ იცოდა იცოდა რომ სნეულად იყო მაგრამ ეს არ იცოდა და ისა კიო რა რაზე ლაპარაკიო და მისუსტებულმა და მინავლებულმა ჩავრთეს ტელეფონის სიმართლე გითხრა არც კი მიკადრია ვიდეოს ჩართვა, იმიტომ რომ თავის საწოლზე იყო დავაწვინეთ.
უკვე ძალიან ძიმე. თავის საძინებელში კი და ეთო მეთქვი მიკროფონს ჩავთავ მეთქვი ტელეფონის მიკროფონი მქონდა, ჩავხდე ტელეფონში მიკროფონი და ხალხს მოეფერეთქო და მიმართა იმ უკანასკნელი სიტყვებით ეთომ რაც საზოგადოება მიცის და დღესაც შეუძლია YouTube არხზე დაძებნოს ყველამ ჩაწეროს პირდაპირ ეთერკაკულიას უკანასკნელი სიტყვები და მოусმინოს როგორ ეფერება სიცოცხლის ბოლო წუთშიც ქართველებს და როგორ მიყვარხართ და როგორ აღარ მინდა გახსენება რა. ესე იყო ეს ამბავი. ესო თუ გახსოვს წელს აი ხლა პირველი ნოემბრიდან 8 ნოემბრამდე შევეხებით მე ქორეოსაც ქორეო ფოლკ ერთად ფოლკლორული და ქორეოგრაფია და ასევე სხვა დანარჩენებსაც და თუ გახსოვს ვინ მიიღო ასე ვთქვათ ყველაზე მეტი მეგა ფოლკ ქორეოში. იცი როგორ არის, ასე არა, უყურე ფოლკ ქორეო ფოლკ მეგას ფორმატი არის აბსოლუტურად ყველაზე აქ თვლით არ არის. აქ თუ იღებს ამ ჯილდოს და ამ პრემიას, მეგას პრემიას იღებს ერთი კონკრეტული ანსამბლი და ასეთ ჩვენ ვარჩევთ რეგიონების მიხედვით. მიხვდი? სამეგრელოდან მიიღო წელს თუთარჩელამ მახო გვარამია, ბათუმიდან მიიღო თამილა ბერიძემ, იქიდან ქართლიდან, აი მიხვდი ხო? ანუ თბილისიდან ვიღაც. ანუ საქართველოს მასშტაბით კეთდება ეს? რა თქმა უნდა, მთელი არჩევანი, იმიტომ რომ მე მთელი წლის განმავლობაში სრულ მონიტორინგს ვეწევი ჩატარებული ღონისძიებებისას და ამის მიხედვით ვანაწილებთ ხოლმე ვისი მაგალითად პირადად ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რას ცეკვავენ, როგორც ცეკვავენ კი არა, უყურე რას ცეკვავენ. ქორეოგრაფებისთვის იმას აქვს მნიშვნელობა, როგორც ცეკვავენ ბავშვები. აი ხელის გაშლა სწორად, გასმა რო გააკეთონ სწორად, ხაზი სწორად დააყენონ, ეს მათი მოვალეობა და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ჩემი როგორც ორგანიზატორის მოვალეობა და ვალდებულება ჩემი თავის მიმართ არის ის, რომ რას ცეკვავენ ამ ბავშვს, რას ცეკვავენ ეს ბავშვები. უყურე რას გულისხმობ და რას ღერიან შესაბამისად ფოლკლორულად, ხო? ეხლა იქ ფოლკლორულად იმაში ანსამბლში ვერ ამღერებ ანჟელიკა ვარუმის და პუტინის სიმღერას. რა თქმა უნდა, ქართული და ფოლკლორული ნამბობი, პოლიფონია, ხო? და აი დადგმას მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ შოუ დადგმას ცეკვის დროს. ეს შეიძლება ქორეოგრაფებისთვის მიუღებელია, მაგრამ მაყურებლის თვალსაზრისით ჩემთვის მისაღებია 21 საუკუნეში, იქ სადაც მაგალითად შეტანილია დროშის ეფექტი, ქართულ ნინოს ჯურის ეფექტი, ეს მოსულა, ასე, აი ხორუმი მაგალითად, ხო? ხორუმში ძალიან დიდი ქორეოგრაფების განაც კი ვიცი, ვინც მე ჩემ გადაცემებში ცხოლია სტუმრად. გახსოვს ხო, ხორუმში ხაზად რო გამოდიან ბოლოში და ხელში აყვანილი რომ მოყავთ. იქ დროშა არ ეჭირა, აქ არ არის დროშა არ უნდა ეჭიროს იმ მოცეკვავს. ანუ არა აწესი. არა, ეს ასე, მაგრამ ახლა გაცილებით მისაღებია ჩემთვის, როცა ხელში დროშა უჭირავს იმ ალამდარს, რომელიც გამოყავს ამ ხორუმის ხაზს, ცეკვა როცა მთავრდება და გადიან კულისების ბოლოში ესე დროშით. ეს გაცილებით დიდ მუხტს აძლევს მაყურებელსაც და სულს გიყვიძებს, იმიტომ რომ ქართული დროშა ის პატარა ელემენტია ამ ქართულ ცეკვაში შეტანილი, რომელიც ჩემთვის მისაღებია, როგორც ორგანიზატორის. მით უმეტეს კიდე იქ მე ტრიალით შემოსვლა ბოლოში და დროშით გასვლა დროშით. ძალიან კარგად საყურებელი, რა თქმა უნდა, არ უნდა დაიკარგოს ის ნამდვილი ქართული რაც არის. თეორიული ყაი უჩადვალიშვილმა იცის ხოლმე ძალიან კარგად ახსნა და ჩემ გადაცემაშიც ბევრჯერ აუხსნია უჩას რომ რა ელემენტებს ჭალებში ვამახინჯებთ ჩვენ, თუმცა ამ დამახინჯებაზე თვალს ხუჭავთ, იმიტომ რომ ის პრიორიტეტია, ბავშვმა უნდა აღიქვას, ქართული დროშის ფასი უნდა იცოდეს, საბრძოლო ცეკვებში, ხორუმი საბრძოლო ცეკვა, რატომ შეიძლება შეიტანო დროშის ელემენტი, ხო? მერე იქ ტექსტობრივი გაშიფრვა მიდის ხოლმე სამაიას როცა ცეკვებს ეშინა და მზე გარებს ეშინა, აი ამის გაშიფრვაც კი მიდის. ძალიან დიდი მნიშვნელობა ტექსტების გაშიფრვას, ცეკვის გაშიფრვას. ასე ვთქვათ, შენ იმის თქვა გინდა ბესოროს თითო სიტყვაში, თითო სიტყვა. აუ, რამხელა რაღაცა დევს, იცი ყველა. კოდია. რას ლაპარაკო, ყველა აი მე ვიცნობდი ძალიან კარგად ცხონებულ ზურა ქაფიანიძეს და მაგან შუმერული ის რო შექმნა ფილოსოფია და მთელ შრომებს და ნაცნობებს აგებდა ზურა იყო ვაშკაცი ქართული კაცი. აი მაქედან დავინტერესდი, რომ ქართულ სიტყვათა წყობაში, ქართულ ასოებში, ასომთავრებში, ხედულში იმ ხელა კოდები დევს. რო დაფიქრდე შეიძლება გააფრინო.
ბევრი არ უნდა იფიქრო, მართლა გააფრენ რა, გეუბნები მე რო დავფიქრდი, მე თქვი ამას მირჩევნიათ ცაზე ვარსკვლავები ვითვალ. რო ეს არ გავგიჟდეს საერთოდ რა. მაგრამ იპოვე რამე ისეთი. რას ლაპარო ქართულ ცეკვაში, მოძრაობებშიც კი, აბა ესე წამოსაძახებლად რო გვაქვს, უყურე ვითომ არაფერი და ვამბობ, ქართული ცეკვა არის მსოფლიო ცეკვებს შორის ერთადერთი ქართული ცეკვა, სადაც მამაკაცი ქალს არც კი ეხება. არც კი ეხება, მიდის, ყველა არც კი ეხება, ხელი წელზე ხელი, ფეხზე ხელი, უცნაურ მოძრაობებს არ, ლაჯებს არ იქნევს აქეთ იქით. ასე ვთქვათ, ტანგოს არ გავა. აი გეშე, ხო, მიხვდი ხო? და ეს რა ადვილი სათქმელი, ხო, მართლა ბუჭო, ნახე, ეხლა დავფიქრდი, ქართულ ცეკვებში ხელით არ ეხებიან იმას, რა ქვია, მანდილოსანს და არ მიმიქცევია ყურადღება, რამდენს არ მიუქცევია ყურადღება. არის რაღაც ცეკვები, სადაც რა თქმა უნდა ტრიალში და რაღაცებში, მაგრამ ზოგადად ასია. ესეც კი კოდირებული, ესეც კი ქართული სულის მაჩვენებელია, ვაჟკაცი ქართველის მამაკაცის დამოკიდებულება ქართველ ნამდვილ ქალურ ქართველებთან. რატო გამოაქვს მანდილი ფარიკაობის დროს ქალს? რატო რა კაცი ვერ გამოიტანდა და ვერ ჩააგდებდა, თქვა სიტყვაზე სალამურს და ვერ გააშველებდა მოჭუბრებს? რა როლი აქვს და რა დანიშნულება აქვს იმას, რომ ქალბატონს გამოაქვს ნარნარით და ქალბატონი აგდებს თეთრ მანდილს მოფარიკავეთა შორის. პირობითად ვამბობ, ხუმრობ ეხო შეიძლება ვიღაცამ გამოდა სალამური დაუკლავს და გაჩერეთ ნუჩხუბობს უთხრას. ამასაც კი კოდი აქვს, ქართული გენის და კოდის ძალიან მაგარი მაჩვენებელი. აუ მილიონი რაღაცა იქ ეხა შეიძლება ხვალდილამდე გავაგრძელოთ. ასე რომ ჩემ ამ ხომ რატო დავიწყე იცი? ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. და მთელი საქართველოს მეძებთ აი ამ ამონარიდებს. იქნება ეს აჭარა, იქნება ეს რა ვიცი მე კახეთი, იქნება ეს ქართლი, სამეგრელოს საოცარი ქორეოგრაფები. საოცარი ქორეოგრაფები ყავს სამეგრელოს. აი რომეო ბულია მაგათი ქორეოგრაფთა კავშირის თავმჯდომარე რა სამეგრელოსი და ჯერ თვითონ არის მაგარი ორგანიზატორია და აი ისეთ ფესტივალებს ატარებს ხოლმე რომ ჩავდივარ ამ სამეგრელოს ქორეოგრაფიას რო უყურებ ხო გახსოვს ვინ თქვა? გინდა ნახო საქართველოს, ჩადი სამეგრელოში. აი ქნახავთ აი გლიჯა ეს სცენაზე ცეცხლსანთები ხომ თვითონ რომეოც ამ ხელა ასაკობრივად ჩემი ტოლი ბიჭია და ბიჭი ხო ხუხთა ბიჭს რო ეძახე ჩემს და ჩამოურჩელა აქვს მაგათ ანსამბლი ძალიან მაგარი აი რა გითხრა ეხა სიმღერის და ცეკვის არის ორივე განყოფილება აქვს წელს დავაჯილდოვეთ სხვათა შორის ჩელა და რო გაუბერავენ ხოლმე და წვერსა ადენენ ხოლმე იქაურობას ისე დღეში არიან და რო უყურებ აი ამ ხელა ხავს ბიჭო და გემატება და მე რო უყურებ მე კი ბავშვები რო უყურებენ მათივე ანსამბლების მოცეკვავეები და მომღერლები ამ ხელა ლოტბარები გამოდიან თასავით კაცები და რომეო რო გამოვა და იქ რო ცეკვას დაიწყეს ეს ამ ხელა კაცი და ბრდღუნის იქ სცენას თავის ბიჭებთან ერთად ჩელას მოცეკვავებთან და ქალბატონებთან ერთად ხო მე ჩახვალ სხვა რეგიონში აი ქართლში უყურებ და იქ ჭულუხაძის რაზმი რო გამოდის და შეხედავ და რა ვინ მოგერევა ბიჭო რა რუსეთი რა არაბეთი და რა თურქეთი და რა უკრაინა ვინ მოგერევა ვერ მოგერევა ეს იცი რა რას ტრაბახობ ხშირად უთქვა ჩვენ რას ტრაბახობ და ერთი ადგილი მაქვს სატრაბახო და იმიტომ ტრაბახობ კაიგე ამას რო ტრაბახობ შენ რო ტრაბახი გონია მე ვეძახი რას იცი რეალობის ფიქსაციას რას ტრაბა ვიგონებ ამ ყველაფერს ვტყუი შენ რო არ გაქვს ნანახი ეგ იმას არ ნიშნავს რომ მე ვტყუი წამოდი წაგიყვან განახებ რო ეს ასე ჩაგიყვან სამეგრელოში და განახებ რას ბრდღუნის ჩელა სცენაზე და მე მევლატავებ ტრაბახობ თუ არ ტრაბახობ ქართული ცეკვით და ხელოვნებით სხვებთან იქ რა ვიცი მე რუსებთან, თურქებთან, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, მაგრამ პრიორიტეტი, როცა შენთვის ქართული არ არის, აი იქა გაგდარხეული. ქართული უნდა უკრაინულ კანკალსაც ვამართებ და იმას რა ქვია მე ესპანური იმას ყველა ცეკვას მომწონს ტანგოსაც და რა ქვია იმას ჩა ყველაფერს რა რასისულელე ეს უპატივცემლობა არავის ეგონოს ჩვენი მხრიდან მაგრამ შენ რო პრო ქართულად არაზრონებ როგორ არ მიყვარს ეს პრო ეს სიტყვა მაგრამ ჯერ ქართულად იაზრონე ჯერ ქართულს დაუკარიტაში და შენ რო ამას ტრაბახს ეძახი ხარ შეუგნებლად შენი ქვეყნის მტერი შეუგნებლად შეგნებულად თუ ხარ მაშინ თლა უარესი შენთვის მაგრამ შეუგნებლად არ იცი შენ ქართული საქართველოს ისტორია
შეიძლება იცოდე, მაგრამ არაფასებ. მაშინ უფრო დიდი მტერი ყოფილხარ. თუ იცი და არაფასებ. ეგ რას გავს, იცი? აი ის ბევრ წიგნ წანაკითხი და ბევრ განავალი ლევანა ბერძენიშვილი რო გამოვიდა და ერეკლე მეფე რო დააკნინა და მოღალატე რო ეძახა ერეკლე მეფეს. ასევე თამარ მეფეს გადაგვაუწყდა. აღარ მივდივარ იქით, აღარ მივდივარ. აქ უახლოეს წარსულს გიყვები. რა, შენ ბევრ წიგნ წანაკითხობა და სოფლიოს ბევრ ქვეყანაში განავლობა არ გაძლევს იმის საფუძველს, რომ ერეკლე მეფეს კაცს, რომელსაც ხორცი ქონა, სულ აღარ მაქვს ლაპარაკი, ხორცი ქონა გადადებული საკუთარი ქვეყნისთვის. ქართლ კახეთის მეფე, საქართველოს მეფე, ჯერ ეგეთ იმდენიც არის შეიდიოტო, რომ საქართველოს მეფე კი არ იყო ერეკლე მეფე, იყო ქართლ კახეთის მეფე და იმერეც მაშინ თავის მეფე ყავდა და ქართლ კახეთის სახით ელაპარაკებოდა იმ რუსებთან და ქართლ კახეთის სახით გაუფორმა ეს გეოგრაფიის ტრაქტატი. ჩადი იმის დროში და იაზროვნე სტრატეგიული მეფე იყო ერეკლე მეფე და შენ ამას უკარგავ და ეხლა რას დაუძახებთ იცი ერეკლე რო იყოს ეს რუსი ეს მოღალატე ეს რუსეთუმეს დაუძახებდნენ ერეკლე მეორეს გადაუვლიდნენ ზე ხო ერეკლე არ გადაავლევდნენ და ხმლის ტარს ურტყავდა თავში სულ მაგრამ აი გაგიჟდებოდა კაცი აი რო გააცოცხლა ერეკლე ეხა ჩამაწვინეთ დამაბრუნეთ უკან სვეტი ხოლმე და მეორედ მოკდებოდა აღარ მინდა დამაბრუნეთ უკანო აი დავით აღმაშენებელი რო ადგეს და წამოდგეს ეხა გელათიდან და ამოიხედოს ერთქვენი კარგი ცოტა ჩამაბრუნეთ უკანო გეტყვის აი მათ რო შეხედავს რა რაც ხდება ქვეყანაში სადაც დასცინიან კაცებს და დასცინიან ქალებს და საქართველოს სიყვარულს და სადაც პრიორიტეტად არ გაქვს ის რასაც ქვია ქართული ხელოვნება, ქართული მუსიკა. ბიჭო, ჩაკრულო გაქვს კოსმოსში. რატო არ გაქვს ლამბადას მაგვარი რაღაცა მუსიკა? ან მოხევის კალოთი. რავი, ქართული ჩაკრულო. ჩაკრულოს ტექსტი რა არის, ვინმე ჩაუხტეთ მუხრან ბატონს, ანუ ბრძოლა თავისუფლებისთვის. ამაშიც კი ის ტექსტი დევს, რომ მე თავისუფალი ვარ, სამყაროს ეუბნები, კოსმოსს ეუბნები, მე ვარ ქართველი, ყოველგვარი მაშასადამეს გარეშე, იმიტომ რომ მე ვერ ვიტან ვერავის მონობას. ვისი ავიტანე რომ? ავიტანე ვინმეს მონობა? თურქების ავიტანე, არაბების ავიტანე, რუსების ავიტანე, ევროპელების ავიტანე, ამე ვერავის ვერ აგიტანთ. გინდათ პარტნიორობა, აქა ვარ მე ჩემი წარსულით, ჩემი აწყო. პატარა ვარ, მაგრამ მუშა. და არაფერი შეგეშალოთ რა. აი ეს არის. კარგი, მადლობა მესო საინტერესო სტუმრობისთვის. დიდი მადლობა მოსვლისთვის. და მადლობა რომ ესეთი საინტერესო ადამიანი ხარ, საინტერესო პიროვნება და ყველაზე მთავარი პატრიოტი შენი ქვეყნის და ნამდვილი ქართველი ადამიანი და ვაჟკაცი პიროვნება ისეთი როგორც საქართველოს შეეფერება. ჩვენთან ერთად იყო პირველ ბლოკში ჟურნალისტი, მეგას დაჯილდოების დამფუძნებელი და ვეტერანი სამხედრო ბესო ჩუბინძე, რომელმაც აფხაზეთის ომში საკმაოდ სახელი დამკვიდრა არ ვიტყვი, მაგრამ საკმაოდ ძალიან დიდი ძალა ჩადო იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, საქართველოს ყოფილიყო თავისუფალი. ჩემზე მეტი ძალა ჩადეს ბიჭებმა, ჩემზე მაგარი ბიჭები დაიხოცდნენ იქ და ჩემსავე ცოცხლები არ ჩამოსულა. ჩემზე მაგარი ხალხი ვერ გადარჩა იქ და ჩემზე მაგარმა ჩემ მშობლებზე მაგარმა მშობლებმა შეიძლება ცრემლი ღვარეს იქ და მთავარი ის არის რომ ჩემზე მაგრად იმუშავეს იქ ბიჭებმა და მოდი ის ხალხი დავაფასოთ და ის ხალხი იყოს დაფასებული და დიდი მადლობა ტელემაყურებელს რომ გვისმინა, დიდი მადლობა რომ აი ამ ჩვენს გადაცემას ასე პოზიტიურად მიუდგა და მადლობა იმისთვის რომ პირველი და პრიორიტეტული არის ყველაფერი ქართული თქვენთვის ძვირფასო ტელემაყურებელი. გაუმარჯოს საქართველოს და დიდება საქართველოს, მოსახლეობას საქართველოს თვითონ და ასე დავასრულებ პირველ ბლოკს. დამეთანხმება ბესო. აუცილებლად უფალი მეფობს და იმ მეფებს მუდამ და საქართველოს მის კალთებს ქვეშ არის. მადლობა. გაიხარეთ, შევხვდებით, მადლობა ტელემაყურებელს, ზურფასო ტელემაყურებლებო, ეხლა ცირე სარეკლამო ჭრა და დაუბრუნდებით მეორე ბლოკში უკვე რამაზ ჩალიგავასთან ერთად, რომელიც არის ინჟინერი, მაგრამ საკმაოდ საინტერესო თემებს გამიხილავთ ეთერში. მადლობა, დაუბრუნდებით მალე. დროებით. ცირე რეკლამის შემდეგ დავბრუნდით უკვე ეთერში. სტუმრად ყავს ინჟინერ-ტექნოლოგი რამაზ ჩალიგავა, მოგესალმებით. მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის, გადაცემაში მობრძანებისთვის. დღეს შევეხებით ვისაუბრებთ პოლიტიკური საკითხებზე. რომ პირველი თემა გახლავთ ასეთი, ქვეყნის უსაფრთხოება და რეგიონული პოლიტიკა.
და კითხვა მდგომარეობს შემდეგში, როგორ ხედავთ ქვეყნის უსაფრთხოების გეგმას 2025-30 წლებში დღეს რამდენად ვართ მზად რეალურ საფრთხეებზე? გამარჯვებათ, მოგესალმებით. რა არის ყველაზე დიდი რისკი საქართველოსთვის ახლა? შიდა თუ გარე? როგორ ფიქრობთ? საქართველოსთვის ყველაზე დიდი რისკი ჩემი აზრით და დღევანდელი მდგომარეობით არის როგორც შიდა ისე გარე საფრთხეები. დიდი რისკი ყველა მხრიდან ეროზიან ქვეყანას, ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს არსებობას. ეს ფაქტია, ხო? რაც იყო 18-21 წელს, იგივე მეორდება დღესაც. ტერიში მოკეთებში ყავს და გარეთაც ყავს. ფაქტობრივად არ ჩანს ისეთი ქვეყანა, ისეთი რომ ვინც საქართველოსის ამენ ნაბიჯს გადადგავს. ელემენტარულად დღეს მოვისმინეთ, გამოვიდა ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრის ელჩი საქართველოში, შეხვდა სტუდენტებს და რეები ლაპარაკა საქართველოს ხალხმა მოусმინეთ. საქართველოს უკუსლა, აი კაცი გამოვიდეს და თქვას გადაუხვიო საქართველოს, აი რას გადაუხვია? ხალხო. ან მეორე საკითხი კიდევ. საქართველოს არჩევნები გააყალბაო, სად გააყალბა? ფაქტი მითხარია, გაგვიხსენი ბატონო, ფაქტი ხალხი მოწამლაო, ხო, ამბობთ. გამოვიდა ექსპერტი ტელეპლუში იყო თუ იმათ ნაციონალური ტელევიზია კიდე მეორე ფორმულაში. უნდა დანა რომ შეუძლებელია მანდური კავით რაღაც ყოფილიყო. გაშენ ესენი. არა, მაგი არის ცესანდელი გაზია გამოყენებელია და შეიძლება ზედაზო გამოხდაო. არა უდნებით. არა, საერთოდ მოიტანეთ ეს. ეს არ საერთოდ მოგაკეთე, ჩახურებში დამიტანო. ხო ასეა რა. ჩვენ რა უნდათ? დეჯერობით ახლა მე როგორც ფიქრობ ბატონებო. ამ საფრთხეების გამკლევებას ჩვენი მთავრობა ნელა უდგება ხა ჯერ შინაურ საფრთხეებს ნელა ვიშორებთ. ეს არასამთავრობოები მოსყიდული ხალხი ესე უნდა განეიტრალდეს რა. ამა დაფინანსება შეუძლიათ. უნდა ესეთი კუთხეში უნდა მივამწყდიოთ. ეს ერთ საკითხს აგვარებს გონი. მეორე საკითხი ახალგაზრდების მოშორება ამათგან რომ გადავიდეს სხვა რესურსებზე, სხვანაირად იფიქრონ. და გარე საფრთხეები რა ჩვენ რეგიონს უნდა მივხედოთ და უნდა გავარკვიოთ ურთიერთობა. ბატონო პროტანდინე. დიახ. რეგიონს ურთიერთობა უნდა გავარკვიოთ მეზობლებთან. ნელა დაალაგდეს ურთიერთობა რუსეთთან. უნდა დაალაგდეს ურთიერთობა ჩვენ რეგიონში რომ ჩვენ გავერკვეთ ჩვენ მდგომარეობაზე რა. ესა ჩვენ მდგომარეობა. ტერი გამყვავს, შინ და გარეთ. უნდა გაძლება გვინდა რა. ეროვნული ძალები უნდა დადგნენ და თარობას ძირში დაუდგენ დღევანდელ მდგომარეობაში და უნდა გაუძლოთ, სხვა გზა არ არის. ერთად შეკლა ერის და გაუძლოთ უნდა შიგა თუ გარემ ტერს. ჩემ ერთ გაუძლებთ, უფალი ჩვენთან არის. ამინ. ბატონო რამაზ, მეორე კითხვით მინდა გადმოვიდე თქვენთან. დიახ. უკრაინაში მიმდინარე ომმა რა შეცვალა საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკაში თქვენთვის? უკრაინაში მიმდინარე ომმა რა შეცვალა და დაანახა იმ ხალხს, რომ ნატოში სწრაფვა და ვითომ ნატოში და ევროკავშირის მიღება რომ იყო თუნდაც წინდა დღეს ბლეფი. ეს დაანახა პირველ რიგში. ეს უნდა შეიგნოს ხალხმა, რომ ჩვენ ისე როგორც უკრაინელები გამოგვიყენეს და გვიყენებდნენ რუსეთის გასაღიზიანებლად. ხო? დიახ. ჩვენ ხო გამოვიდა კაცო, პრეზიდენტი გამოვიდა ამერიკიდან დანა რომ რუსეთ-უკრაინის ომი გამოიწვიაო ნატოს გაფართოებამ და უკრაინის სწრაფვა ნატოსკენ, ხო? მე ხარ მithქვამს გასმოძანა, ხო? როდის 3 წუთი უკვე დაიწყო ომი, ხო? ომი შეჩერდებოდა, რომ ჩაერია მაშინ გადამდგარი თუ ყოფილი პრემიერი ინგლისის თვალბურდონი გაწურებული იყო, მაგიდა იჩაერია დევიდ კემერონი. არა, კემერონი იყო. არა, ამიტომ ამშენობა იგი. იმან გააგრძელებია ეს ომი, ხო? ხალი ხომ მოაწერეს სოჩში მაგათმა, ხო?
შეიტყვეს ღერი ხო ვინ მიიღო ნატოში ნატოში რა 2008 წელს ჩვენ და უკრაინა ნატოში რო აი კანდიდატად რომ მიიღოთ ხო მაშინ საქართველოს ხო რუსულ ბაზები არც იყო არც ხმაში ადგილი კარებიან ხო ხო შეიძლება ეს ლამაზი გაგეგდებიან 2008-ში ხო მოგატყვიეს ხო რაღაც ასპარანტოს სტატუსი მიიღეთ ხო გითხრეს ხო და ხო შეგვატოვეს რუსეთს არა იგივე ხდება ჩვენ თუნდაც ჭკუა ვიხმარეთ და კონფლიქტი არ გავაგრძელეთ უკრაინამ ჭკუა ვერ იხმარა და იღუპება ერი რა გუბავს ქვეყანა იღუპება დურად შეძრეულია ისეთ საკათაში უკან გამოსავალიც არ ჩანს რომ კიდე ახეძებინ არ მორჩა ომს არ მორჩა უკაც გააგრძელო ჩვენ მოხდა იარაღ ევროპა უკვე საკე თამაშობს ამერიკეულმა მიატოვე მე არ გაფინანსებ შეწყდი რა დაკარგული და კიდევ დაკარგავ დაიღუპავ თავს წააგებო არა ევროპა ახეძებს დაღუპავენ უკრაინას კი დაღუპავენ ბატონო კონსტანტინე კი დაღუპავენ უკრაინას უკრაინა დაკარგავს შავ ზღვაზე გასასვლელს ხო აგუშინ პუტინი გამოდოდა საქართველოს მომავალი გემრჩად დაბომბეს ზეთი მოხდა სამოხალხო გემით და დაბომბეს ხო უკრაინა დაკარგავსო პორტი აჭრდება უკრაინას არაბეთში ოდესას და დაკარგავს საუთგასასვლელს და რაც ძველად იყო რუსეთის მეფის ცარიზმის რუსეთის შემადგენლობაში ტერიტორიას დაიბრუნებს რუსი სიმართლე ხო უნდა ვთქვა ახლა არ გვინდა გავაგრძელოთ იქით თქვა აქეთ თქვა მაგრამ სიმართლე ხო ერთია ბატონო კონსტანტინე რომ ქერჩი და ეს მიწები ხო ეს მიწები კონტინენტური უკრაინის იყო როდისმე ეს ხო 1783 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დროს რუსეთმა თურქეთს მოიგო და ზავში წაართვა ეს ტერიტორია ხო ის ხო სახანო იყო ხო თათების სახანო იყო ეს წაართვა 1783 წელს რუსეთმა თურქეთს ზავად ხო დაიბარა ხო საშუაშია უკრაინა უკრაინას არ იყო ბატონო რამაც გახსოვთ კიევსკაია რო ის იგივე არა მაგიური აგერგეთ მე-19 რუსასწავლო ნახევრის უკან ოდესა რუსული ქალაქი უკრაინული ქალაქი ეს ხო ვიცით რა კაცო ვის შექმნა უკრაინას სახელმწიფოდ იოსებამ ხო სტალინმა შექმნა დიახ სტალინს ზეგნონ დაუდგენას როგორც სახელმწიფო უკრაინა ვის შექმნა სტალინმა შექმნა ხო შენელი სახელმწიფო ჰქონდათ ხო თუ პორტი ეყნა რუსეთს ხო მაშინ ფოსუხტა უკრაინას გაზია თუ ავტობია შეღავთ ფასებში ხდრო რა უნდა და რაში გაებეს შარში სადაც მიყანას ერი ხარა ეს ხო ვიცი და მასე არჯერ გადაღეჭილია ეს ხო ჩვენ ამას უნდა შევხედოთ ამ მდგომარეობას საღითვალი და გამოვიტანოთ დასკვნა ისა რომ ჩვენს ქვეყანას მივხედოთ ჩვენ მთავრობა დაადგია სტორგზას გავადმდგომარეობით და აზრიანი ხალხი ჩახედული ხალხი ვისაც ქვეყანა უყვარს ვიფიქროთ ხალხო სწორად და სწორხაზოვნად რომ ქვეყანას გადარჩენა ახლა არის ერთად შეკრა კი ვაკრიტიკოთ გასაკრიტებელია სწორობა გავაკრიტიკოთ როცა გვეში დგომა ამ სიტუაციაში როცა პეტრუხიზე გადავდივართ და ერთად დგომა გმართებს ხალხო ტრობა არ გვინდა ხალხო საიდან მოიტანეთ ხალხო ეხლა მსოფლიოს მოძდეთ რომ ხო ხედავთ ტყუილი გამოდგა ხო კამეტენია თუ რაღაცა თუ მოწამლესო ხო გამოდგა ეს ტყუილი ხალხო რა ვინ დაღავალათ ეს აი ეს ჩამოყალიბე ერთი წლის მერე ამის თქმა ვინ გითხართ ეს თქვითო ან რაღაცა სხვა ვერ მოიფიქრეთ რამე გინდათ ან ეს ხო ან ასე ჰაერზე თეთრი დაფეთ ნაკერი საიდა ეს როგორ ამას ვინ დაგიჯერებდათ ხო ამით ხო გასვარეთ არა ქვეყანა ჩვენი არა ასული ხო უნდა აგოთ ხალხო ამაზე არა ვიღაცა პასუხი ხო უნდა აგოთ ვის თამში მოიხარჩა ეს არამზადობა არა ვის თამში მოიხარჩა რა უნდა ლონდონ ჩვენგან ან გერმანიას რა უნდა რა ზართულება ჩვენგან რა უნდა ჩვენგან ბატონო თქვენ გითხებით აი რა უნდა თამა ჩვენგან აი ჩვენ აი საკუთარ ზართულება არასამთავროებების არ გვინდა ბატონო ტრამაზდანა ხო ჩვენო გვიჩვენიაო თუ დახმარება სახელმწიფოს დავეხმაროთ და არა იქ არასამთავროებებსო და რაღაც NGO-ებსო ხო განაგაც მივთქვი კაცო ამერიკამ დანა ხო გამოვიდა გადამდგარი გენერალი ამერიკიდან თქვა ჩვენო სახელმწიფოებშიო ვაფინანსებდით NGO-ებს, ჟურნალისტებს, ტელევიზიას ვაფინანსებდით, ვხედავდით და როგორც გვინდა ესე ვაკეთებდით ჩვენ პოლიტიკურ თემებს სახელმწიფოებში. ხო ლაპარაკობენ ამას კაცო. ხო ხედავთ ჩვენი NGO-ები ადამიანთა დამცველები თუ ვიღაცები როგორ არიან.
გამოდიან სასაგ ევროპაში, ამერიკის სენატში და რეებს ამობენ საქართველოს. ხო ხედავთ ამას რა პრობაა ხო ეს ყველაფერი. ელემენტარული კიდევ კაცო ხო? უსმენ და უსმენ რო შემოიღეს ახლა რა უმაღლეს განათლების რეფორმა რომ მიდის პროცესი იწყება ხო? და რა კაი რეფორმა შემოდის. აი როგორი დამუშავებული დახვეწილი და ამას აკრიტიკებდა ლომაია გამოვიდა და ლომაია რო გააკრიტიკებს ეროვნულად დამუშავებული რეფორმას სწავლა განათლებისას და რეფორმას ხო? შეიძლება ზოგიერთ საკითხებში შენი შესახებ გამოთქვა. როგორ ლომაიაზე მომაჯობდა? თუ ჯობდა რა თაობა გამზარდა კაცო? დაცლილი ეროვნულებისგან. არავის ჯარი არ უნდა, არავის ქვეყანა არ უნდა, არავის ეროვნული აი რა თაობა გაიზარდა, რა გარდი უცხოეთში არ უყვართ ეს საქართველოს. ყველაზე არის ეს რომელიც ასე გამზარდა ლომაიას რეფორმა. ეროვნული უნდა გამოცდილება არ გაზარდა? ბატონო რამაზ, აქვე მინდა გითხრათ ერთი ფაქტი. გაზაფხულზე გავაკეთე, როცა მე ინტერნეტ გადაცემა მქონდა, მაშინ გავაკეთე მაგ ფარგლებში ქუჩის გამოკითხვა, თუ ვინ დაწერა მგზავრის წერილები. 12 კაციდან, თუ ახალგაზრდები ჩავწერე, 12 კაციდან ვერც ერთმა ვერ გამცა სწორი პასუხი. არ გვინდა. დამიჯერებთ. ბატონო თანდე, აი არ გვინდა. ამდენ 20-მდე თუ მეტი კიდე ამთავრებს ყოველ წელს უმაღლეს სასწავლებლებს საქართველოს ხო? ამთავრებს ბავშვები ხო? მეტია, 20-მდე. ხო? აი ერთი ფაკულტეტი ამიღოთ რომელიმე სამთავრებული. აი გამოვკითხოთ და ვკითხოთ. აი ინჟინერი რო აძებენ პროფესია ინჟინერის, აი რა იციან. ჩვენ ხო საკუთარ თავს ვიტყუებთ ხალხო. ან ისტორიკოსი ამთავრებს ისტორიულ და უკუღმას ასწავლიან ისტორიას. აი ეს ეხლა სწორ ზაზე ვადგავართ, ხო? სწორ ახლა აი სტუდენტური ქალაქების შექმნა, სასაცხოვრების შექმნა, საერთო სახელმძღვანელოები, სკოლაში ფორმები, ბატონო ჩემო მობილური მოაშოროთ, მამამაობის შესვლა სკოლაში და ნელ-ნელა სამხედრო კათედრების შემოყვანა და ნელ-ნელა სწორ გზაზე ადგას ქვეყანა, ხო? სიმართლე ხომ დავთქვი ბატონებო? ლაპარაკობ აი ისტორია, ხო? ხო დროზია იმსახე ბატონებო ეს? მიხლის უდამოკიდებულება. ჩვენ კაიზე, ჩვენ პატარაერი ვართ ხალხო, ჩვენ პატარაერი. ჩვენ თუ ჩვენს ეროვნული ქართველი მაშინაა ლამაზი და კაი, როცა ქართველობს. თუ ქართველი ევროპელობს, მაგის არაფერი არ დაჩება ჩვენგან. ჩვენ ქართველობ და როცა ქართველი ვიქნებით, ევროპასაც მოვუნდები და აზიასაც. როცა ჩვენ ქართველი ვართ მაშინ, ჩვენ ქართველობით. 24 საათი ქართული სუფრაზე სულისხმა, თამადობაზე სულისხმა, ისტორიაზე სულისხმა. მეფეებზე სულისხმა ის ბედნიერში გამოდიოდა თამარ ფესროვმა ედეკი მეფე და თამარ ფესროვა გინებდა. თამარ მეფე და ჩვენ მეფეების იმაზე დახატვა. ეს რა ხდებოდა რაღაც? ხდებოდა რომ ჩამოვარდნილ ახალგაზრდობაში ყველაფერი ცუდი ჩვენ ადაწესდა ჩვენ წესწავლაზე მამაოებზე ყველა მამაოს გამოყვანა ცუდად. როგორ კაცო? ყველა მამა გამოყვათ მამა ყველა ცუდად. მილიონერები არიან საკუთრებიანი. შეიძლება არ ვიცი ცოტა, მაგრამ შეიძლება 5%-ია ცუდი, ხო? 85 ანახეს ოჯახაში ნიმდო, კაი ხო, 85%. ის ანახე, იქიდან დაუწყე. ამ ჭიქაზე ხვაცხია წყალი. აი შეიძლება ეს ხო ორნაირად თქვა, ნახევად ცარიელი, ნახევად სავსე. თუ იტყვი ნახევად სავსესო, კარგად ჩანს, ხო? ნახევად სავსეა. თუ იტყვი ნახევად ცარიელია, იგივე სიტყვა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ თუდად ჩანს მე ხო სიტყვაზე. თქვი, აქედან დაიწყე ლაპარაკი ეს. კი ბატონო. ამ ხელისუფლებამ ქნა ეს არის ცუდი ბატონებო, აი ეს არის კაი. დაგიჯერებ მაშინ თეთრზე თქვი თეთრი, შავი. დაგიჯერებ, კი ბატონო, მოყვები მაშინ. ყველაფერი ცუდი? ოღონდ თეთრზე შავი რო ამტკიცო, ეგრე არ გამოვა. აღარ ხდება? შენ ვიღაცა გაფინანსებს შეუჯახაში ნებულო, ვიღაცისგან რო ფინანსდები რო ქვეყანას უღალატო და ლაპარაკობ ქაქანებ რაღაცას უსულელებს, ხო? ამით წამლა, ეს შენი ხალხი არის ვინც უყურებს ამ ტვ პირველს, თუ იმას მეორე ის ფორმულაზე რო უყურებს ხალხი ხო? იქ გაგიჟდები კაცი რომ მაგას უყურო რა. შეიძლება ესა? კარგით. კარგით, ბატონო რამაზ, გადავიდეთ უკვე სხვა თემაზე. ეს გახლავთ ეკონომიკა და ცხოვრების დონე საქართველოში.
და ამ თემის პირველი კითხვა მინდა დაგისვათ, რატომ ვერ იგრძნობა ეკონომიკური ზრდა ჩვეულებრივი მოქალაქის ცხოვრებაში? თქვენი აზრით. ბატონო პროფესორი. ეკონომიკური ზრდა უცბად ახლა ხდება, მაგრამ დაფიქრდეთ ხალხო რა. აი, შემატე უნდა ვთქვათ არა. ეკონომიკა გაზრდილია რა საქართველოში? გაჭირებული ხა ყველგან არის პენსია 400-მდე ავიდა ხო? ცოტა, მაგრამ ცოტა ბევრი არის ხო? შევიდე სუპერმარკეტებში. გავხედოთ ქუჩას. ნახეთ ხაზღურაცვია. ცუდად არიან? ეთეულები გაჭირებული და დღეს თუ ადამიანი ხალხო დამიჯერეთ რა. დღეს თუ შრომა გინდა ადამიანს და რაღაცა თუ შრომა თუ გინდა და ოჯახის თანახია, რაღაცა სპეციალობა უნდა გქონდეს. რაღაცა უნდა იცოდე. დღეს თუ ელემენტარული პატარა სპეციალობა გააქვს, უმუშოვარი არ ხარ. თუ არ შეგიძლია თავის მუშაობა ფიზიკური შრომით, ადამიანი დღეს თავის თავს არ შეძლებს ოჯახს არ შეძლებს ხუთიანზე. ელემენტარული მანქანის ხელოსნების რიგებია, ხო? შენებლობაზე რიგებია ხელოსნები თუ რაღაცა უნდა იცოდე რა. თუ რამე იცი, დღეს შენ რა ცხოვრობ? ასე ვთქვათ, არ დაიკარგებ. როგორ კაცო ხელოსანი კაცო დღეს? დღეს 200 ფოსარაზე ხინოს, რემეცაც. ბერტამიცე შრომიდან ხო? ახლა სახში იჯდე შენ და მაჭამე ოიძახო 20 წელი დაანჩენ ვის არა ტაქსიობრები მუშაობენ და ცოტა ფულს ოკეთებენ, ცოტა მუშაობა, ამ ხალხს ზურიგა ტაქსი ხო? 25-30 წლის ბიჭები ტაქსაობენ, რასაც ქვია. თუ არ იცი, სპეციალობა სხვა რამე სპეციალობა არ აქვს. ტაქსაობენ და შენ თუ ჯახტაჩენ ხო? უკეთესი ჯობია, უკეთესი ამერიკაში ჯობია, რო შეგიძლია ამერიკას უკეთესი ხარბა მინდა გეტყვის. დიახ. ჩვენ უკეთესი გვინდა, მაგრამ 90 მდგომარეობით ხო? თქვა ადამიანმა რა. დღეს მაგალითად ერთადერთი მუშაობდა ელექტრიკი მინდოდა, ელექტრიკი რაღაცა საკეთებელი მქონდა. ვერ ნახე თავისუფალი ვინმე არ ხელოსანი გინდა ვერ ნახავ თავისუფალი. ყველა მუშაობდა რა სიმართლე თუ გინდა ეს არის ბატონებოდა. თუ გინება გინდა თქვილი გინდა მაშინ თქვილი რა პარა. არა, უკეთესობა ჯობია კი ბატონო, ევროპაში გავარდე ხა 200 ევრო ჯობია პენსია მქონდეს, მაგრამ იქამდე ხალხმა მოაწყვე თავის ცხოვრება და მივარ ნელ 11 ჭამას თავს დავანებებ ხალხო. უკეთესობა ახლა გაიზარდა კიდევ 7 მილიარდით ბიუჯეტი ხო? შეგეტყობა ესეც. ნელა ეს ნელა უკეთესობა ერთ დღეში ევროპა ერთ დღეში განაშენებულა. იმხაკვა ნელა აშენეს. მე რა აშენეს ევროპამ თქვა იხმარა და თავი თავდაცვის ბიუჯეტი და უსაფრთხოება ამერიკაზე დაბარა. ხო, ასე არის ხო? დიახ. და ყველა თახარ შემოსულ თანხას ხმარდა თავის ქვეყანას, ხო? ამით და როზე უწევდა ექსპლუატაციას ჩვენი ქვეყნებს. ბერს, ხო? და დადგა ბერზე. ეხლა ორ დღეში არიან, აბა? დააწვა, ეხლა უსაფრთხოება, მაგას ამერიკამ თუ არაო, ხო? მე დავიცა ევროპას. აბა როგორ დააწვა, მაგას ნახავთ რა. სხვის საქმეებში ჩარება როგორ თუ და მაგას ნახავთ კიდე როგორ იქნება. სხვის საქმეებში ჩარება. თუ დახმარება გინდა შეოჯახაში მო დამეხმარე, თუ დამანებე თავი რა. რა გინდა? პრიბადიკაზე გამონ, პრიბადიკად თანდა რა უნდა, ვინები არიან? რა გვასწავლიან ჩვენ? გვასწავლე კი ბატონო. კი ბატონო, ამიხსენი. გამოდიხარ იქ დიდი ბრიტანეთის ქვეყნის ელჩი გამოდიხარ ლაპარაკობ მეოჯერ მიმორებას ხო გამოდიხარ საქართველოს გადავხვია რაში გადავხვია ამიხსენი შეოჯახოებულო რაში გადავხვიეთ საქართველოში პრესა ტელევიზია ვინმე ხუდავს ამე ეხლა და რასაც მინდა მაგას ვილაპარაკებ პრესა რასაც და მაგას დაწერე რაც მინდა გეთქვი აი რაში იზღუდები ხარ ეხლა თუ მიხვდა პრეზიდენტს არღეს თავს დაეცნები და ხობეცა აქცევ ხო დაგიჭერენ კაცო რა გზავენ თუ პოლიციას ისესოლე კაცო დაგიჭერენ აბა რა გზავენ ხო გია სულ რა პოლიციას შენდიდა და ეგრევე დამიჭერენ რა თუ გადაკეთე რუსთავი და ხა 20 მაგაცმა მოძრაობა თუ შეზღუდე ერთი ქვეყანა მანახებს სოფლიოში ვინც ამას ზომენს არ მიიღებს ნებისმიერ ქვეყანა იმოქმედებს აბა ქვეყანა თუ არის ასე თქვენც რომ მოხვდეთ ბატონებო მართლობაში თქვათ კანონი არ უნდა კარამობდეს კაცო კაცი გინდა მიტინგი კი ბატონო ხალხ ხელი არ შეუჩარო იმდენ რაოდენობა დააგროვეთ რომ ბუნებრივად გადაიკეთოს ზუზა ხო რატო ხოდიხარ ავანტურაზე რა გიგეთ ხალხო ეს რა უფრო არ ჯობია დამშვიდეთ რებს არ ვამბობ თან ზოგიერთები რა ვიცი მე ამ თარობის
მოხატბეგი არ ვარ, მაგრამ არჩევნებში მივეცი ხმა. შემდეგ არჩევნებში შეიძლება სხვას მიცეკეთ უკეთეს თუ გამოჩნდა ვინ. წლები კი არ ვარ. მაგრამ ზაზე სტორზე ადგას. სანამ მომავალი არჩევნები არ იქნება, მანამდე სხვა რამე არ იქნება ბატონებო აქ. შევიგნოთ რომ ქვეყანაში ხელისუფლება ვცვალოთ არჩევნების გზით. არჩევნების გზით საარჩევნო ყუთთან მიბრძანდეთ, ავირჩიოთ ის, ვინც გვინდა და ქვეყანას შევინარჩუნებთ. გავერთიანდებით კიდეც. ეხლა ჩვენები ერთმანეთს ვექცევით, ასე არც აფხაზი და არც ოსი ჩვენთან არ მოვა. ჩვენ ერთმანეთს ვაგურკვევია, ვინ ვართ? ერთმანეთს ჭამთ, ერთმანეთს გეზიზღებათ. ჩვენ გეზიზღებთ, ჩვენ არა, თქვენ გეზიზღებათ. ეს სიტყვებს ამბობთ. სიზღი გადმოდის თქვენგან, ხო? კაცი შევარდა კაცო. სახალხო სასამართლოს შენობაში შედის კაცი და ასხავს ბენზინს, დაწვა უნდა. ტერორისტი არ არის? აბა ვინ არის? გამაგიბია კაცო. აბა ვინ არის? თავში მოიხარშა ეს? ბატონო რამაც, ჩემი აზრით ეს არის ტერორიზმის ერთ-ერთი ხაზი. ტერორისტული აქტი იყო ჩვეულებრივი, მე ესე ვფიქრობ. დანარჩენი უკვე საზოგადოებრივი. არ ვიცი ბატონო, არ ვიცი რა. ქვეყანა თუ გინდა რომ დავაყენოთ ფეხზე და წინ წავიწიოთ, უფრო მყარა დავდგეთ ფეხზე, ყველა მაკეთოს თავის სახე. ხალხო არ უნდა მოგვეცდეს ეს ამბავი. ხალხო იგივეზე ხო მივდივართ, როგორც 18 წელს დამოკიდებულება ვერ შევინარჩუნეთ. ეხლა ხო დამყარგავთ დამოკიდებულება ჩვენ, ეხლა მივდივართ მაგასე რა. ჩვენ ხო ამას ძალიან რთულ დღეში ვართ ხალხო ხო არ შეიძლება ასე რა. ერთმანეთს გვერდში ხომ უნდა დავუდგეთ არა. ბატონო რამას, ადგილეთ ეს არ ვიცი რა. ბატონო რამას, თქვენი აზრით არის თუ არა საქართველოში ეკონომიკური კრიზისის რეალური საფრთხე? სათხედოთ მითხარდება. რა შეხედათ ეკონომიკურ კრიზისს? ბიუჯეტი მადლობს, პენსიები რაც არის, ხელფასები ერთი დღე არ გვიანდება. დანარჩენი ფასებით მატულობს, ეს არის ამასაც მიხედავ კლანური სისტემა მანდ იმაში. ანუ სელებში არტოქსელები რო არიან მანდ არის მაგათი ეს სახედია მაგ საკითხი ხო? არაფერი წინაპირობა არ არის საქართველოში ასე მოიმატოს ფასმა. ამას მიხედვა უნდა პრემიერო რა. ამას მიხედეთ. ცოტა კონტროლი უნდა მაგათ რატო ხდება ეს? რატომ თქვა ელემენტარულად გეუბნით ახლა რატომ დაგხდეს თქვა საქართველოს წარმოებული ნაბეღლავი 2 ლარი. ლარი და 85 საბითუმო და 2 ლარი. აი რატომ? აი ყოველ დღე რატომ ატოლობს სახონებზე ფასი მაღაზიებში? აი რატომ? დოლარი არ მატულობს. რამდენი ხანია უკვე ხო? დოლარი არის 2.8 ხო? დიახ. 2.8 არის, მიხან მეტი ხანაკლები ხო? აი ეს თამაში ხო? დოლარი რატომ მატულობს? სახონის ფასი რატომ მატულობს? ამას მიხედვა ხო უნდა ხალხო რა. რატომ? ხედვა უნდა. ყვადღებად მოწევა უნდა. ქართულ პროდუქციას მეტი ხელშეწყობა უნდა. მიხედავ მგონი მაგასაც. ვიმედოვნებ ღმერთ მაგნას. კი, ეხლა მე კიდევ ერთი ის არის კიდევ რომ დავიცვათ აი ჩვენი მოქალაქეების აი მონოლის შრომისგან დავიცვათ რა. ამ ქსელურ მარკეტებში და სხვა სტუდენტებში ხო ეს სტუდენტებს რომ მუშაობენ და კაპიკებში რომ მუშაობენ გადაღამე და თვითონ წელიწადში რომ მილიონები შემოდის მოგება და ამ ფასებს ვსდიან, ამათ მონდა მუშაობენ, ამათ ცოტა ჩახედვა უნდა რა. ამას სტრუქტურა უნდა ჩამოყალიბდეს, ვინც ამას მოაგვარებს, მინიმალურ ხელს, ვინც ამას მოაგვარებს, ეს არ მოუშვება ბატონებო ნებაზე რა. ამ საკითხს მიხედვა უნდა ცოტა რა. მიხედვა უნდა. თუ სახონი გადუდა კი ბატონო, გადუდას მაშინ ხელფასის მოიმატოს იქ თანამშრომლებს, ხო? ხო შეიძლება ასე გაკეთდეს. ამას მიხედავენ ამასაც, ერთი დღე თუ არ აშენებულა, ამასაც მიხედვა უნდა ბატონებო. ყველაფერი გაიზარდებს, ეს ფასები ხო საქართველოში ძალიან დიდი პროდუქცია და ძალიან მოიმატა ფასებმა და არავითარი წინაპირობა ამას არ უძღვით წინ. არავითარი არ არის ეს არის მოფიქრებული შანტაჟი და ავანტურის ბალია ბატონებო. მიხედავთ ამას. მიხედავენ ალბათ, კი ბატონო. შემდეგი. იყო შემდეგი. რა არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც მეწარმეობას აფერხებს დღეს საქართველოში? საბანკო სისტემა. საბანკო სისტემა. ამასაც მიხედვა უნდა ალბათ ვერერები თქვენ რომ
საქართველოს ბანკები ესენი უმეტესობა არიან უცხოეთიდან შემოსული ბანკები არიან და უცხოელი ლონდონში და რეგისტრირებული ზოგი ამერიკაში და ზოგი ევროპაში სხვა ქვეყნებში ხო საბანკო სისტემა. აი თქვათ ბატონო უსამდენი მე ვარ იდმეძალმე. რაღაცა პატარა წარმოების გასნა მინდა. რაღაცა საცხობის რაღაც და 10000 ლარი რაღაც 10-20 ავიღე ბანკიდან, ხო? დიახ. ხო. ელედაც გეუბნებით ახლა, ხო? ავიღე ბანკიდან. დავიწყე მოწყობა ჩემი ობიექტის. მოწყობას მე დავიწყე მუშაობას 1-2-3 თვე უნდა ცოტა ამოვისუნთქა, ხო? რომ დავიწყე გავშალო მუშაობა, მაღაზია გავაკეთე. რაღაცა შემოვიტანე, ხელმოსტანი გავხსენი, რაღაცა ხალხი მიეჩნია, რაღაცა ხო. მაგრამ ერთი თვე გავათო, გადის თუ არა, ერთი თვე გადის თუ არა, უკვე მე პროცენტი მომივიდა ჩემთან. მე 3 თვე რომ ვაუჩე, უკვე დამრჩალი ვარ ბანკებისგან. შენ უშევი, ბანკი არაა მოწადინებული იმაზე, რომ შენ აგამუშაო და ხელი შეგიწყოს. უნდა იყოს საბანკო დაზღვევაც. რომ აი, ჩემი გაყოტრება რამ გამოიწვია, რაღაცა დაზღვევა უნდა მქონდეს. მე ამას ვუთხილებ ადამიანს, მე ბანკი თუ დაინახა რომ 1000-ია, გახდება 20 გახდება 25 25 და ხოლმე სახაც აღარწევს. და ვერ ისკავ შენ იმას რომ ბანკს ფულის ხელი მოგიდო და რაღაც საქმე დაიწყო. გახჩოს, ძალიან მაღალია პროცენტები. ამას გახჩოს. არის მანახეთ ახლა სოფლიო, თუ ახლა წლიური 9.5%-ია ევროპაში. ჩვენთან რატოა 15 და 20 და 30%? ფული გვაქვს ბევრი? ან ეხლა მე 1-3 ბატონები მოდი მთავრობას რა ამ პენსიონერების კი დაუწიეთ ჩვენ პროცენტები საპენსიო ცეცხლს, მაგრამ მაინც დიდია რა გახდა ეს ამის დაწევა რაც დიდია მაინც ეს პროცენტები 40-მდე ადის თუ 30-მდე ადის პენსიონერი რაღაც პენსიას გამოიტანს რაღაცა და ვაფშე რა გადააღწევ პროცენტი არ შეიძლება პროცენტი რა გადააღწევ არ შეიძლება და დაზღვევა თქვენ ჩადით დაზღვევა თქვენი კი იღუპებიან და აი ბატონო ეს დაზღვევა მთავრობამ თავის თავზე აიღოს რა გახდა ან დაუნჩათ რომ აი 5 ან 6 თვის შეული აიღოს მეტი არა და აი გადანაწილე ამას რაღაცა ჩამოყალიბდით რომ პროცენტებში არ დააჩოთ აიღებს 1000 ლარს და იღებს 10 წელი 5 წელი 5 წელი ვერცდას პენსიონერი და ძირიც არ აკლდება ბატონო რაღაც კაპიკები აღდება და ეს არ ხნად რა ან ეს გეუბნები ერთს ახალბელმა მანქანა ჩადო ლომბარდში ხო ნახვა უნდა ამას ჩახედვა უნდა ბატონებო რა ჩადო ლომბარდში 2 წელი ნახევარი იხადა თვეში 300 ლარი რაღაც ფული ჩაგვადა მივიდა ლომბარდში და უნდა გადავიხადო 2000-3000 ლარი აიღო ლომბარდიდან 2700 მისცე 300 ხარჯები არისო და რომ მივიდა 2 წლის თავზე და ისე 2700 ლარი გაგვალი უთხრეს ნუ დაცინვა ადამიანის რა ხდება თურმე ეს 2 წელი ეს ხო 5 წლიანი იყო თუ რაღაცა ეს ხო ეს კრედიტი 5 წლის განმავლობაში პროცენტი რამდენიც არის იმას გახტევენ ჯერ შენ ფულით აგივარდეს და ეს რა გადაიხადო ხო შენ მარტო პროცენტს გიგვითავენ თავში და თუ მე ეს 2 წელი იხდი და მარტო პროცენტს კაცო მე თუ ჩამევარდა ფული და დავფარე ეს ფული ხო შენ ესე იგი იგივე ფული გადავიხადო ეს რა ხდება რაღაც მაგჩო უკლა როგორ არის ეს ამას მიხედვა ხო რაღაც ეს მე ვიცი თქვენ არიცი ეს როგორ კაცო იგივე და რატომ თუ იგივეს კაცო სამსია ლომბარდეს მანქანები ხარ წარქმეული ხალხი ამას მიხედვა უნდა მე ვაშობას უნდა ეშველოს რატო არ შვებით ამას ამას მიხედვა უნდა სანამ საბანკო სისტემა ან ბანკი რო შემოვიდეს რატო არ უშვა სხვა ბანკებს საქართველოში რა ყველა ბანკია მაგრამ ცოტა სხვა ბანკი შემოვიდეს რომ TBC-ს და საქართველოს კონკურენცია გაუწიოთ ცოტა რა საბანკო სისტემა თუ არ გაჯანსაღდა და სადაზღვევო თუ არ გაჯანსაღდა მეწარმეობა არ გაიწევა ხალხო რა ასე მგონია მე ბატონო თორს არ ვამბო რა თქმა უნდა კი ბატონო ბატონო რამას გადავიდეთ საუბრის მეოთხე თემაზე დიახ ეს გახლავთ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები ძალიან საინტერესო თემა კი ბატონო მეოთხე თემის პირველი კითხვა დღეს რომ რუსეთი მოითხოვს პოლიტიკურ დათმობას რა იქნება სახელმწიფოს რეაქცია თქვენი აზრით რომ მოითხოვოს დიახ რა უნდა მოითხოვოს პოლიტიკური დათმობა რა პოლიტიკური დათმობა რა უნდა დავუთმოთ ჩვენ რუსეთს და წაღებული აქვს რა უნდა მოითხოვოთ ჩვენ აი ბატონო თანდე ჩვენ და ხალხაზრდობა და ჩვენ და ხალხაზრდობას უნდა უთხრათ სიმართლე ბატონებო ჩვენ თავი ჩაყოფილი ვარ და ჩვენ უნდა უთხრათ სიმართლე ბატონებო
ელემენტარული სიმართლე ქართულ-რუსულ ურთიერთობის. როგორც ხოლმე ერთად რა მოგვივიდა და დღეში ვართ. რუსეთი იმპერიალისტები არიან, შოვინისტებიც არიან, დამპყრობლებიც არიან დღეს ჩვენი. კი ბატონო, მას ვერ მოარკვევს. მაგრამ როგორც დღეს ჩვენ რუსთა ურთიერთობა გვაქვს, მასე ასე არ გამოვა რა, რუსეთს უნდა ველაპარაკოთ. ასეთ დამანული პოლიტიკით რუსთა ურთიერთობა არ გამოვა ხალხო რა. არის ჩვენი მეზობელი. მაგასთან დაველაპარაკოთ. უნდა უთხრათ ახალგაზრდობას, რომ რუსეთმა საქართველო იყო პერიოდი გადაშენებისგან იხსნა. ქვეყანა. თქვენ იცით ახალგაზრდობა, რომ ფოთი გურიის ნაწილი დაჭარა რამდენიმე ასეული წელიწადი საქართველოს არ ეკუთვნოდა. მესხე ჯავახეთი ახალციხე ადიგენი ეს ხარეს მოსახლეობის 95% თურქი იყო. იცით ესა? ანგლის ხობა საქართველოს ემორჩილებოდა? ვაფშე საზღვარი ქონდა ზღვასთან ჩვენ? ეს ვინ დააბრუნა საქართველოში? ესაც ხონდა უთხრათ არა? რა თქმა უნდა, სიმართლე უნდა ითქვას. მე ფერეკლემ როგორ რუსეთს ხოვა გაერთიანება. მათ ჩვენ ვინ ვიყავით? ესაც ხონდა აუხსნათ კაცო ხალხს, ჩვენ ვიყავით სამი სამეფო, გაყოლ ქვეყანა, სამთავროება დანაწილებული და ერთმანეთს ჭამდით არა? იმერეთ ძალგი იყო ქართიც. ქართი ვაფშე წასი რუარსაბი რა საკეთებდა დაკიჯამია. მიიღთა მათ ფერეკლი კაცებს. ეს დაშლილი ქვეყანა ხო, დასავლეთ საქართველოს თურქეთს ემორჩილებოდა, აქ მოსწავლეთ ირანს. სამეგრო ხო დასავლეთ თურქეთს ემორჩილებოდა. ეს ხო დაქუთმაცებული ქვეყანა, ვინ გაერთიანა ერთ სახელმწიფოდ. საქართველოს ვინ დაარქვა. მაშინ თბილისში საქართველოს მოსახლეობა და თბილისში ქართული მოსახლეობა იყო 10%. ის ხო ვიცით ჩვენ? დიახ. მეფე ცარიზმის დროს ნელა ხო ვიცით რომ თავისუფლების მოედანზე ერევნის მოედანი იყო. ბოლო 12 თუ 15 ქალაქის თავი სომეხი იყო. ეს ხო ვიცით კაცო? დიახ. ეს ქართულად ვინ აქცია? თბილისს ვინ გააღართულა? საქართველოს ერთმუშად ვინ შეკრა? ამდენი ძიმეროწოლობა, სოფლის მეურნეობის განვითარება ვინ შექმნა საქართველოში? 4 მილიონი ტონა ლითონია გატანილი საქართველოდან. გაგონილა კაცო? ეს ხო ვინ შემოიტანა საქართველოში? ეს 25 წელი ჩვენ უკეთესი რა ვქეთ არ შექმნით. ეს პეჭამის გარდა და ამის გაყიდვის გარდა. კი ბატონო, ცუდის გააკეთა, მაგრამ კაი რამდენი გააკეთა? ეს არ უნდა ვთქვათ? ბატონო, ეს არ უნდა აუხსნათ ბავშვებს? ყველაფერი უნდა იცოდნენ აბსოლუტურად. მე ასე ვფიქრობ. დანარჩენი უთოთობა მე კი არ ამბობ რომ რუსეთს ვეხუტო და ჯარი შემოიყვანოთ მეთქი. შეცდომა იყო 2008 წელი. შეცდომა იყო. რუსეთს საბჭოთა კავშირი ინგრეოდა ბატონებო. მაშინ ჩვენი საქციელიც 24 საათიანი რუსთან გინება. ხო? აგერ შუა აზიის რესპუბლიკებიდან ყაზახეთი. როგორ ყველა ჩვენ უნდა გვაჯობოს, ხო? მოსახლეობის ნახევარზე მეტი საერთოდ ყაზახმა არ ცოდა ყაზახურიანა, ხო? რუსეთთან ურთიერთობით ერთბაშად კი არ ნელ-ნელა ხალხი გადაიტანეს ასტანა ალმატიდან ასტანაში და ნელა თავისაგან მიყვნენ ხალხი და აი ერთი მწაველი მიწარ დაუკარგავთ და დააყენეს ეროვნული სახელმწიფო შექმნეს ყაზახებმა რაღაც ჩვენ ასული მოგვივიდა ჩვენ აგინეთ 20 საათი ერთსენი ხო ჩამოვიდა ყაზბეში რაზე იყო ლაპარაკი ვიცით კარგად მოვიქეცით ჩვენ მაშინ კი ბატონო ხო შეგვიძლია ჩვენ ნელ-ნელა მიგვიყანა ჩვენი საქმე რა ჩვენ 24 გამოვარდით და გამოვარდა ყოველთვის უყურდა გამსახურდიას რომ სასწრაფოდ გაიყვანეო გუსინჯის სადღაც ჯარი აქედან კავკასიის შტაბი აქ იყო ხო საბურთალოზე არ იყო ჩვენ როგორ ვიქცეოდით როგორ მოვიქეცით უსებს კი ვერანი მაგრამ ხო შეიძლება ეს ხო მაინც ინგრეოდა ხო ჩავყივით ამ გრევაში კაცო ხო შეიძლება გამოგვიყენებია კაცო ჩვენ საერთოდ გოგეთები ხო შეიძლებოდა რა კაცო
სამედრო გადაკვეთდა 100 ვაგონი პროდუქცია რო საქართველოს მოდიოდა. ის იქ დაცა რუსეთში ის ხო ვიცით მაშინ ჩვენ ხო ვიყავით კაცო რა? ეს უტუნობა ჩვენ თავს ხო მაშინა უცხოელები უცხოური აგენტურა მოხდება საქართველოში ვინც გვიბიზგებდა ასე კომპუტაციას რუსეთისგან. ჩვენ ავყევით იქ მაშინაც ფინანსდებოდნენ აბა უცხოელებისგან, რა ვიცი მე. კომპუტაციული მოხდა კომპუტაცია გაგულსა და კომპუტაცია რა მომიგე და რას ვიგებ დღეს? გავრანებული ერი ვარ, მილიონი ვან ვარ, ანარა ვარ, როც ვარ, რას ვაკეთებ და რა ვარ, მომხარებელი ერი გავხდი. გავყიდე, დავლეწეთ ყველაფერი, გავყიდე ჯარჯი. სოფლის მეურნეობა დავაქციეთ. ძმენეთობა დავაქციეთ. სწავლა განათლება დავაქციეთ. ინერციით 25 წელი ვარ, ეხლა რა დღეში ვარ დღეს. სიმართლე უნდა ვთქვათ არა? სიმართლე თუ არ უთხრა ახალგაზრდობას, სიმართლე უნდა ვთქვა ბატონებო რა. მაგ პერიოდში ქართული კულტურა ყველაფერი ხო ყვაოდა რაღაც, ვიდრე დღეს. დღეს ხო ნიჰილიზმია და რა არის დღეს? კი ბატონ რუსი რაც არის ვიცით, მაგრამ იო, გამიღენ ეგაც, ჭკუადი მოხდა ეგაც. სიმართლე ხო უნდა ვთქვა რაღაც? სიმართლე ხო უნდა ვთქვა რა? წარე სიმართლე ჟობია ყველყურს. ჩეჩნეთში რომ მომდა რუსეთი რა ჩუმად პაკისი ჩვენ ხელს არ უწყობდით, ავანტურათ არ ვაწყობდით. პაკისი და არ აკეთებდნენ ეს საგანსვიდან ამდენი ხალხი. ჩვენ რო არ შედიოდა აქედან რაღაცეები. მერე ვოდით რუს. ჭკუა ხონდა გოლებია მოქცევ ჩვენ საქციელისთვის. დღეს ვიქნებოდით უმაღლეს დონეზე რა. ქვეყანას დაინგრეოდა. დააყოლე კაცმა რუსი ყველა რესპუბლიკის დათმობას ეჩვეოდა საქართველოს გარდა. ქართველებთან ძალიან ჩახუდებული იყო რუსი. ადამიანურად და ისედაც. ჩვენ მაინც ისევ დაკავშირდა და ასე უცბად ეხლა არ გვეყრა გას. უცბად ეხლა არ გვეყრა ჩვენ არ ვიქნებოდით. ვიქნებოდით კავკასიაში ერთ-ერთი საყრდენი ვიქნებოდით ჩვენი რა ჩვენ. დამოუკიდებელი სახელმწიფო ვიქნებოდით და ვიქნებოდით კარგად. ეხლა მილიონი ახლა ვიქნებოდით 5-6 მილიონი ვიქნებოდით. არ ვიქნებოდით. დღეს თქვით თავი ქუჩაში ვარ ჩაყოფილი და არაფერს არ ვხედავთ. რას არ ვხედავთ? რას ვაკეთებთ? სომხეთი უფრო პოლიტიკურად აქტიური გახდა, აზერბაიჯანი ხო დღესია. აზერბაიჯანი. კი ბატონო, აზერბაიჯანი რა 36 წლამდე აზერბაიჯანს ერქვათ თათარები ან ერქვა მე დაარქვეს კავკასიელი თურქები. ეს ხო მაგას სახელი სახელმწიფოს აგრები ვარ თუ იძახიან ახლა 35 წელს სტალინმა დაარქვა აზერბაიჯანი სადამ მოვიდა სუეცით აზერბაიჯანი არის ირანის სახელმწიფო აზერბაიჯანი ყუთხე აზერბაიჯანი და იქიდან შემოიღო სახელი ირანის სახელი აზერბაიჯანი ირანის სახელი ნახევარჯანი ირანჯია თუ რამათ ესე თუ სტალინმა გაუკეთა ხო ქართულმა გაუკეთეს და კასპიის ზღვაში ჭაბურღილის პირველი პროექტი მის შექმნა ბერიამ შექმნა ვინ ამოიღო ნავთობი ბერიამ მოაყეთა ვინ დაუდგა მაგას გოდი ქართულები დაუდგა ხალხი ქადნებიან რაღაც უშნოდ მაიმან ჭუე რუსთან აზერბაიჯანმა ხო კაცო მომწონდა ყველა ჩვენ როგორ ჯობია აზერბაიჯანმა ხო რუსების დახმარებით სომხებმა ხო აზერბაიჯანს ამხედრებდა წაართვეს კინახან ბახეზე წაართვეს ხო და 500 ტოლი ყავდა აზერბაიჯანს ხო მაგრამ ალიუმ ერთხელ შეაგინა პუტინს ან აზერბაიჯანი რუს ხალხს აგინებდნენ როგორც ჩვენ ფუთხებით ისე და რა გააკეთა ნელ-ნელა თავისი პოლიტიკით დაიბრუნა ხო ტერიტორია დაიბრუნა და ფეზო დადგა ეხლა უძალიანდება ხო ეხლა უკვე თავის საქმეს აკეთებს რაღაც მანამდე ეფერებოდა მიდიოდა მოდიოდა თავის ხალხი ხასაქმეთ გამოაყრევებია თავის ხალხი კაც ჩვენ გამოყარეს თელი რუსეთის ხილმოსტანის ბაზრობების ამათხელშია ხო აზერბაიჯანელებს ხო იყო ამათხელში ხო თელი ნახევარადიანი იქიდან მარაგდი იქიდან თელი რუსეთი მარაგდებოდა იქიდან ხო აზერბაიჯანიდან დასაკონტროლო თელი რესპუბლიკა ხო მაგრამ ჩახუტები დაპარაკით ჭკვიან საქციელით დაიბრუნა რაღაცა ხო რუსმა თქვი არ გააგდო დაუთმო რუსმა დაეთმა რა ვინას გააკეთებდა კაც ხო არ განზეულა რუსი ხო ამხანა გეორმის ბაზა იყო და სამშობლოში იქ არის რაღაც არ განიზა ხო მოელაპარაკა ხო გაარკვია ლაპარაკი ელით მოაგვარა კაც ჩვენ ეხლა უკვე იქით უსვარ შეკითხვა რუსებს ხო დადგა ფეხზე მე ჩვენ არ ვაკეთებ ჩვენ არ გავაკეთეთ კაც
ამ საკითხში მოსაგვარებელია რუსთან ურთიერთობა. რუსთან ეს არა ჩემი დონის და პოლიტიკოს ვიღაცის თარობა ნელ-ნელა ნიკი რა გადასაწყვეტია რუსთან ურთიერთობა. ზოგადად შორის საქართველოს ministri გამოვიდა და კიდევ ნატოს დაიწყო ლაპარაკი. არა, მაგ არ გამომაც რუსთან შეიქმნა ჯგუფი და ვინც დაელაპარაკება რუსებს, ვინც დაელაპარაკება რუსეთს. შეიქმნა ჯგუფი ხალხო. შექმნით პრემიერის დონეზე, დაიწყო ლაპარაკი, არავის მოსწრაფები არ გაქვს ჩვენ. არავისთან არ გვაქვს არავითარი დავალება. მივხედოთ ამ საქმეს. რუს დაელაპარაკოს ვინმე. ნორმალურად გავარკვიოთ რუსთა ურთიერთობა. შემდეგი თემა გახლავთ ასეთი შიდა პოლიტიკური კრიზისები. თქვენი აზრით დღეს საქართველოში არის თუ არა პოლიტიკური დესტაბილიზაციის რისკი? არა, იმიტომ რომ ოპოზიცია მისე შეირწყვინა თავი. მაგი არის წარზევენოკი, მაგენ დამთავრებული არა. შეირწყვინა თავი 4 ოქტომბერს ვიგადრეს. შეირწყვინა თავი ეხლაც. შეირწყვინა თავი ყველა მხრივ შეირწყვინეს თავი რა. ყველა მხრივ შეირწყვინა. საქართველოს აი შეგონი მიხარია ეს არის ყველაზე ცუდი რომ საქართველოს არ აყავს კონსტრუქციულად მოაზროვნე კონსტრუქციულად ოპოზიცია რა. რომელიც ქვეყანა მტრობაზე არ ფიქრობს რა. ის რიზმით თარობაში მოვიდა და ფულით ხაფავს. ამაზე რა ფიქრობ მასელი ოპოზიცია მანახეთ ხალხო რა. ერთხელ სამუდამოდ ვიფიქროთ იმაზე რომ პოლიტიკა ისეთი შეიქმნა ქვეყანაში რომ კაცი არ მოდიოდეს პოლიტიკაში ფულის საშონელად. ეს რა თქვათ რა. კი კაი შემოიღა პრემიერმა რომ ვინც სტანდარტობას სულით მუშაობს 30 წელი უნდა აბაროს ყოველ წელიწადს უნდა აბაროს აი ქონემ დეკლარაციები უნდა აბაროს რომ არ გამოჩნდეს თანხა მაგრამ ხო ვიცით ჩვენ ყველა ისტრაფის მაგისკენ ხო ეს უნდა მოვიღოთ ხოლმე ხალხო ეს უნდა მოვარდეს რომ პოლიტიკა ფულის ბეღა აი ფულის საშონელი ადგილი არ უნდა იყოს და ერთი რამ მაგუნებაში პატრონად ვიცი დიახ და უნდა ეცადოს მე ჩემი აზრით გეუბნებით რომ აი პოლიტიზირება მოსახლეობის პოლიტიზირება უნდა შემცირდეს პოლიტიზირება შემცირდეს აი ერთ შეკითხვა მაქვს რა აი პატარა რაიონი ხო არ საქართველოს ამდენი რაიონი გვაქვს რა საჭიროა პატარა რაიონში საკრებულოები ეს პარტიები მე ერთმანეთს როგორც ჩვენ პარლამენტის ერთმანეთს ჭიდილი მთელი რაიონი გადაკიდებული ერთმანეთს ერთი პარტიიდან და მეორე პარტიიდან ერთმანეთს დალაპარაკებიან რა საჭიროა ხმაგებიათ რაიონის დონეზე პოლიტიკანობა აი რაიონს ათუნდა საკრებულო და მე საზოგადო ფრაქცია პარტია რამდენი ხელფასი უნდა ამდენი ფული უნდა მას და ერთმანეთს ჭამიანი მე გადადის მოსახლეობაზე ერთი ვიღაც კაცი ერთგანს და საქმე არ კეთდება იყოს პატრონ საკრებულო გუბერნიის დონეზე რა არის მან საკრებულო შეახდება ფინანსა და ფულის გამოყოფა რაღაცა დაფინანსება ეს გუბერნიის დონეზე ვერ მოასწრებენ ამას რა უნდა აკეთო ზუგდიდში თქვა სამეგრელოს საკრებულო იყოს ზუგდიდში ერთ ექვსი რაიონი გაერთიანებული იყოს მან დანარჩენი სტრუქტურები რაიონებში იყოს არჩევითი მარჟუდარ არჩევითი სპეციალისტები აიჩიოს დანარჩენი იყოს აგრონომი სპეციალისტი ვერტისეცი სპეციალისტი პოლიციის სპეციალისტი ესენი რა საჭიროა საკრებულო პატარა რაიონში ამხრა თანხები და ერთმანეთს ჭამა გლიზნია რისიგულის რომ იმან ტენდერი მოიგოს ამას წააგოს ეს იმათ მისცეთ და ფული გაიყონ ბიუჯეტის ფული მეტი რა უნდა გადაწყვეტოს პატარა რაიონის საკრებულო რა უნდა გააკეთოს ან სოფლებში გადადის მე ეს საკრებულოები ეს ხალხო პოლიტიზება შევამციროთ რა გადავიდოთ რეგიონულ იმერეთში აი იმერე ხო არა გუბერნიის დონეზე დაიწიოს ეს შევამციროთ ეს სტრუქტურები რა ეს პოლიტიკური სტრუქტურები შევამციროთ ხალხო პოლიტიკას კიდე საქმეს მოკვიდოთ ხელი ყველა პოლიტიკოს თუ გახდებით კაცო საქმეს მოკვიდოთ ხელი ის იმის კაცი ეს ამის განახად კაცო სამეგრელო იმერე სამეგრელოში ხდა მე ასონებას კუთხეში განა თასაკეთ განა გაყოფილია ხალხი მეზობლები ერთ მხარეს და ეს ამ მხარეს და არის ჭამერთმენ ეს ადგინდა ეს რას მოგიდანს კაი ეს რას მოგიდანს კაი პოლიტიკა იყო პარლამენტში გაერჩეს პოლიტიკა სოფლის დონეზე რა თქმა პოლიტიკა რაიონის დონეზე კაცო რა უნდა გაკეთო რაიონი მაგას გამოუყო იმანამ ცენტრალურ ბიუჯეტი გამოუყო და მის გაყოფაზე მეტი დაბარაკი ხო ეს ერთი რაიონი რა გუბერნატორი გადაწყდება თქვა გამოუყო ამ რაიონს ეს თანხა ამაში დაიხაროს ამას ის გამოუყო ამაში და კონტროლ დეპარტამენტი შემოწმოს ეს მე რა არის ამაში ათუ ამდენი ხალხის ხელფასები და ამდენი ხალხი გადაგდება ერთმანეთს
მე ასე მგონია, რა ვიცი. ნახოთ. და გადაცემი ეს ჩვენი ეთერისთვის და მეორე ბლოკისთვის ბოლო თემა ეს გახლავთ პრივატული და გახსნილი ტიპის კითხვები მინდა გაგისვათ. ცოტა საინტერესო რაუნდანივე კითხვა არის, ძალიან საინტერესო და საინტერესო ფინალი გვექნება დღეს, საინტერესო კითხვა მექნება კიდევ. პირველი კითხვა არის თუ არა თემები, რომელზეც პოლიტიკოსები შეგნებულად ხარობენ? არ მაპასუხე, არ ვიცი, ვერ გავიგე. რას ხარობენ? კარგით, რა იყო თქვენი კარიერის ყველაზე დიდი პოლიტიკური ბრძოლა? მე არ ვარ პოლიტიკოსი. არც ვისწრაფი არცად. მე ჩემას გამოვთქვა და ხარი რომ გამოვთქვა, բայց გულში მткиვა, გული აზე მткиვა, იმას დავარაგობო. მე არავის ხარეს არა ვარ. არც საიდან ღმერთი წერას და უფლისგან დავიფიცები, ხატებები რომ ერთ-ერთი ბიუჯეტიდან ამიღია მის ღემში და არც არავისგან. არც ინტერესი არ მაქვს არავითარი ბატონებო. ღმერთს გებიცებთ. არავითარ ინტერესი არ მაქვს არავითარ. აი თარაბად ვაქება აქეთ ვინდრო რომ სტორი გზაზე მიდიან და დღეს ქვეყნის გადარჩენის გზას ხედავ აქეთ. უკეთესი გამოჩენს დავდგები იქით. მე არა ვარ პოლიტიკოსი და არ შემურობ და არც ელემენტარულ საკითხებს არაფერი არ მინდა მე. არავითარი ის არ მაქვს აი არავითარი პრეტენზია არ მაქვს არაფერთან. არაფერი ბატონო. თუ მომიწევ ლაპარაკობ ხახანებ ჩემთვის. არავითარი. ნეიტრალური ვარ ყველა მხრიდან. ინტერესი არაფერი არ მაქვს. ერთი ინტერესი მაქვს რომ ქვეყანა მიყვარს, ბავშვიანი მამა ვარ. ხუთი შვილიშვილის ბაბა ვარ ჯერჯერობით. კიდევ ვერდები. მიყვარს ქვეყანა, მიყვარს ქვეყანა, მინდა ჩემი ქვეყანა იყოს ბედნიერი და ჩემი ხალხი იყოს გაფრთხილებული და გაღიმებული და გახარებული. ჩემი ხალხმა იცხოვროს თავის სამშობლოში, ჩემი ხალხი გამრავდეს თავის ქვეყანაში და იყოს ქართული ცხოვრება, ქართული ადაწესი, ქართული ჩვენი სარწმუნოებით, ჩვენი წმენით, ჩვენი ადაცით გავართ ფონს. ასე არა. მე მთავრობას ვაქე, მაგრამ სუსათმენის ბევრი მე წინამდეგი ვარ არაბიზაციის პროექტების ვარ წინამდეგია. თქვენ ახლა ასე მომბობდა. წინამდეგი ვარ ამ პროექტების. წინამდეგი ვარ საკადრო პოლიტიკის როგორც საკითხებში. დიდი შეტყობები მივიდაშებული. ვაკეთებ და ვაკეთებ რუსეთთან ურთიერთობა დაალაგვა. არავისი არის რაღაცა ბოჭავთ ხო? რაღაცა ბოჭავთ. მოიშოროთ ყველაფერი ხალხი გვერდში დაგიდგებათ. პრემიერ დონეზე დაელაპარაკეთ რუსეთს. არავის ამ წრეს რუსი ლაპარაკი უნდა, რუსი და უკრაინელებმა და რუსები ერთმანეთს ხოცავენ 2 მილიონი კაცი მეტია დაყოფილი და პერსპექტივა არის ერთმანეთს დაელაპარაკონ ხალხო და ჩვენ რა სიტყვილი გჯერს. ჩვენ რატო არ ლაპარაკობთ ჩვენ ცხოვრებაზე, ჩვენ საქმეს, ჩვენ ოჯახზე, ჩვენზე უკეთ ვინმე გადაწყვეტა სხვა ვინმე გადაგვიწყდა ჩვენში გაამბავ ჩვენ? ან ჟენევის ფორმატი რა იყო შესულელი? ან ეს აგე ფორმატი იყო ოსებთან? ესა ფორმატი იყო, რა ფორმატია შუაში რუსულოზის? ან ევროპელოზის შუაში? რა ფორმატია შესულელი? პოლის ხარჯვა და რაღაცა. მაიმუნობა ხო? დროის ფლანგვა. დროის ფლანგვა ეს. არფიდან არ ხო არც ერთი არც მეორე ხო? ეს ფორმატი ეს ხო შესული ფორმატები ორივე არა ხალხო. რა გავაკეთე ჩვენ წინ ერთი ნაბიჯი წავიწიე წინ რომ რამე საკითხი აი შეაგავსომება. აი თუ მივახლობდით ოსებს, ცხინვალში დავდივი ბეწვა არ მყოფია. ცხინვალში და 2002-ში, 2001-ში. მყოფია ცხინვალში. აი, ერგეთ ბაზრობა იყო, მისვლა ქონდა, მოსვლა ქონდა. ვიდოდა გასვლა შემოდიოდნენ ჩვენ ქორწილი იყო რაღაცა, უთოდა ქონდა რაჭაში იქიდან დადიოდა ავტობუსები. ერთმანეთს დავახვევთ თუ არა? მოვიდა აღარ და დაავალეს იქიდან და გადაკვდეს ერთმანეთს კიდევ. აფხაზეთში რა განში გადავდივიდი. სახუში მიდიდა ჩვენი ხალხი. უკვე ერთმანეთს ვერ გვებოდი ნელ-ნელა მიდიდა ლაპარაკი. შევარდა ესენი მარვლა მოაწყო რაღაცა ავანტურა მოაწყოს და დასხოთ ერთმანეთს კიდევ ხო? ეს ხო ავანტურა არა ხო არასწორი. ჩემი აზრით სპეციალურად გაკეთებული. არასწორი ბოტო ფედერაციას მე ველაპარაკეო ხალხს. ჩამოვედიო. და ვაფშე შემთხვევა პრეზიდენტი. იქაურო საგანმანათლებლო ხო ჩამოვიდა თბილისის მოსაბეგად პრეზიდენტი ხო არ შეხვდა რა? რატო? იქიდან არ იყო დაბრო. იქიდან თაგვაბ არ იყო ევროპიდან. თაგვაბ არ იყო რომ ლაპარაკებაზე. ჩვენი გაერთიანება ვის უნდა რა? ვის უნდა? არა მოვენ კაცო რომ როცა გაგრა დავკარგეთ მაგ პერიოდში ევროპა როგორ მოქმედებდა, ვინა მარტო რუსეთის ამბავი არ იყო მაგ.
მაგ ავანტურა მარტო რუსეთის ამბავი არ იყო. ის ითქმა ითქვას მაგი რა. გაეროს მანქანები რა არ შედოდა გუდაუთაში? ეს ვიცი თქვენ. რატო არ ამბობთ ამას? და გადაცემისთვის ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ჩვენ ოჯახის საქმე უნდა გავაკეთო მამაკაცს, ოჯახის მამამ. ოჯახში შიგა გარულობა რო არის, მოაბარო ამას. ოჯახი არის პატარა სახელმწიფოა, ხო? დიდი სახელმწიფოა, ხო? ოჯახის სახელმწიფო თავურმა დაირჩია ხალხმა, უნდა გაარკვიოს ვიღაცის რო ხარ დამოკიდებული, ქვეყანას ვერ დაალაგე ბატონებო. დაულაპარაკოთ რუსებს. გავარკვიოთ რა უნდათ. ერობას უნდა ხედავთ. თუ ვერ უნდა ხედავთ აგერ. ბატონო რამას გადაცემისთვის ბოლო კითხვა, რა გაკვეთილი მისცა ქართულ პოლიტიკას ბოლო 5 წელმა. თქვენი აზრით. გაკვეთილი მისცა ბატონებო და ცოტა აზზე მოვიდა მთავრობა ხელისუფლება პოლიტიკოსები. რომ არაბებს არ უნდა იყოს ჩამოგედებული და უნდა აკონტროლებდეს სიტუაციას რა. სადავები უნდა გებრას ხელში, თვალდახუჭი არ უნდა იყოს. ამას მივხვდით, მე-3 წელია უკვე და ბრძოლები მიდის. და პლუსი ერთი კიდევ. ბატონებო, ლიქნელი პოლიტიკოსები არ გამოგადგებათ არავის. ყველაფრის გამართლება დაშილება. ლიქნელობა ღუპავს ქვეყანას. ლიქნელობა არაფერს არ ვაგებ, ლიქნელი შენთან ლიქნელია, ბათა ლიქნელია რა. რეალური ჭკვიანი ხალხი მოიყვანა პოლიტიკაში. ჭკვიანი განათლებული ხალხი, ერუდირებული ხალხი, მცოდნე ხალხი. ეშულება ქვეყანას. და რომ მიყვებით ახლა განათლების სისტემას, ეს არის სავალდებულო ნაბიჯი, რასაც აკეთებთ, მთელი გერიგვეში დაგიდგებათ, რომ ეს ამ განათლების მდგომარეობას უნდა მიხედოთ. ჩვენ ქართველებს წერაგას ჩვენ არ აგვაქვს, ჩვენი სიმდიდრე არის ჩვენი განათლებაში, ჩვენ იჭერებაში. 10 წელი, 15 წელი, 20 წელი უნდა ალბათ უნდა ამას დრო დაყარგეთ ჩვენ დრო მაგის დრო და საქართველოს დადგება ფეხზე. ჩვენ იჭერებით და ჩვენი ახალთაობით, ჩვენ ცოდნით. ხალხო სოფლიოში ნახეთ და აი ხელ გამოიხედეთ რა იყო. რამე დარგი არსებობდა და ქართველი არ ერია? ჰა? და ქართული ტვინი აწერეს მან და არის რა სადმე რამე რომელი სადმე? და სადმე მივედით, ხო? ყველაფერი გააკეთეს რომ დააშრუნდეს თაობა, ხო? ეხლა გზა ისტორია, მემართლობა ისტორია და მემხელოთ ამას რა. ეკონომიკა ნელა მედიცინა, დღეში გვინდა ეხლა მილიარდი არ გამოვა ეს ამბავი. 7 მილიარდი გაიზარდა, მოუწე კიდევ გაიზარდა. გამოვა გავალ ფონდს ალბათ რა. თავრეს შეიძლება კონდეს და ამას არ გეშინონდეს, ამას ამო თავი დაგეცემა მომიგა. შეიძლება გინდა თუ ამათ რა უნდა დღეს? ამათ უნდა 25-20000 ხმას ვიღაცა უცხოელი აფინანსო და გაიწოვა იქ დიახ. რომელიც ვინდა უყარს მან და რასამთავრობებიდან ამ პოზიციას ქვეყანა უყარს მემონებს. რა გააკეთეს ყველა სიყვარულისთვის? ეს ნაბიჯი გადადგეს? გამოვიდეს რომელიმე და ვინც ამბობდა რომ ხალხი მოწამლესო. გამოდი და დაადგეს დადექი და თქვი ტყვილია ეს. გამოდი დადექი ტყვილია რა გადაგიხადეს მასეთი ბიჭო რომ ქვეყანას ლამძღავ. რომ პირველ მსოფლიოს ომის დროინდელი ქიმიურით საკუთარი ხალხი მოწამლა სახელმწიფო ამას აბრალებს სახელმწიფოს რა გადაგიხადეს მასეთი ოჯახ დაქცეულო და რაც პოლიტიკაში გინდა მოსვლა რა დგინდა ეს რა გადაგიხადეს ეხლა ეს ხომ აი კაი ეს რომ ეხეთს რომ ეს ამბავი რომ უარყო ხო მაინც მოისვა რა ქვეყანა რა ხო ითქვა რა ასე რა არის ბატონო ასეა ჩემო რამოს კარგი დიდი მადლობა მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ და წინასწარ გილოცავთ კიდევ ახალ სიცოცხლის დაბადებას. კარგი, მადლობთ. ახალ სიცოცხლე ახლა გაველოდები, შემდეგში ხუთი მყავს, მაგრამ ხო იქნება კიდე. რა იქნება გაჯერა რა ამოდური სიტუაცია, შვილიშვილები მყავს, შვილების კიდე განხორციელებელი მყავს. და გისურვებთ გამრავლებას, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ერი უნდა გამრავლდეს, ყველა ქართველის 4, 5, 6 შვილი უნდა გაზარდოს. ამაშია ჩვენი სიძლიერე, ხალხო. ერი სიძლიერეში, ჩვენ წვენაში. და ერი ჩვენ სიძლიერეში და ერთმანეთში გვერდში დგომაში. ვერავინ ვერ მოგერევა. ვერავინ ვერ მოგერევა. ქვეყანა დადგება ფეხზე.
მე მწამს და მჯერა. გაიხარეთ. მადლობა ზვირფასო ტელემაყურებლებო, მოსმენისა და ყურებისთვის. პირველ ბლოკში მყავდა სტუმარი ბესო ჩუბინიძე, ჟურნალისტი, მეგას დაჯილდოების დამფუძნებელი ყოფილი სამხედრო ვეტერანი. მეორე ბლოკში ინჟინერ-ტექნოლოგი რამაზ შალიგავა. მადლობა ბატონო რამაზანებისთვის. ეთერში იყო გადაცემა ანალიზის დრო, მე კონსტანტინე ჯაფარიძე გახლდით ჟურნალისტი, ეთერში იყო TV Plus-ი და ბედნიერ საღამოს გისურვებთ, კარგად ბრძანდებოდეთ და შევხვდებით მომავალ ოთხშაბათს ტრადიციულად საღამოს 8-ზე TV Plus-ის ეთერში, ასე რომ არ გადართოთ დარჩით არხზე, წინ საინტერესო საღამო გელოდებათ. მადლობა. გაიხარეთ. დროებით.